დღემშვიდობის ყველას მოგესალმებით, ვისაც მომართული აქვს რადიო მიმღები. ასა და სამზე ქალბატონებო, 8 მარტს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღე გახლავთ დღეს და ჩვენს დღეს გილოცავთ და გეტყვით, რომ უბრალოდ შეიფერეთ ეს დღე, იყავით ძალიან ქალურები და იგრძენით როგორია იყო ქალი. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეკატერინე, შენი ხმა მაინც არ გვესმის. ჩემი ხმა ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვეცდები. სანამ შენ შემოგვიერთდები, ჩვენს მსმენელს ვეტყვი, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გადაცემა დაემთხვა 8 მარტს ცოლქმრული ფილოსოფია შემოგიერთდათ ეკატერინესა და სოფიასთან ერთად. მცირედი ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, მაგრამ გამოვასწორებთ ძალიან მალე. დღეს რა თქმა უნდა თემად გვაქვს 8 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე. თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ განვითარდა, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და ეკატერინე შემოგვიერთდა. შემოგიერთით გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო კარგო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო მედეფემის საეთერო სტუდიიდან ეკატერინე გახლავართ. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ისევ შემოგიერთდათ გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. დღეს როგორც სოფიამ თქვა 8 მარტია, სრულიად ქალთა პერსონალს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მინდა რომ ყოველი დღე ესეთი ლამაზი იყოს ყველა ქალისთვის. დღევანდელ დღეს დარწმუნებული ვარ, ყველა მამაკაცი მის საყვარელ ქალს ერთ კონა თაიგოს მაინც მიუძღვნის და აი მინდა რომ ყველა ქალს ვუსურვო ყოველი დღე იყოს ასეთი ლამაზი მისთვის და განსაკუთრებული. ჩემო ძვირფასო, გილოცავ 8 მარტს. დიდი მადლობა, შენს გილოცავ. მადლობა. იმ ქალებში რა თქმა უნდა შენ შედიხარ, ვისაც ახლა მივულოცე მე პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მაგრამ შენ რომ არ მოგილოცო განსაკუთრებულად არ შემიძლია, რა თქმა უნდა. და ჩვენს დედიკოებს მივულოცოთ კიდე განსაკუთრებულად, დიდი ხალისით. ჩვენთვის მაინც პირველი ქალბატონები ისინი არიან. ყველა დედას ჩემს დედას და შენს დედას განსაკუთრებულად მივულოცოთ 8 მარტი და ყველა დღე ბედნიერი იყოს მათთვის. რა თქმა უნდა, შემოგვიერთდები მილოცვაში და კიდევ ერთხელ ჩვენი საეთერო სტუდიიდან აი ასეთი პოზიტივით და კეთილი სურვილებით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, იყავით ბედნიერები. მაშინ ასე დავიწყოთ და რა ხდება 8 მარტს? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ზოგადად რომ ვისაუბროთ 8 მარტისა და ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ ცოდნა მეტნაკლებად ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს, თუმცა ჩვენში ამ დღის ისტორიის შესახებ ვისაც არ უნდა კითხოთ, დეტალებში ცოტა თუ გაგარკვევთ, მაგრამ აი კლარა ცეტკინის სახელს კი ყველა მათგანისაგან მოისმენთ და უფრო მეტიც ეს დღე რატომღაც საბჭოურ პერიოდთან ასოცირდება და ზოგიერთს კლარა ცეტკინი რუსიც კი გონია ხოლმე. კი, უმეტესობას ასე გონია, ნამდვილად დაგეთანხმები. ყველას გონია რომ კლარა ცეტკინი იყო რუსი და მისი სახელი და გვარი რატომღაც ამოშალეს საერთოდ ერთ-ერთ ქუჩას, რომ იმ უბანში სადაც მე ვცხოვრობ, ერთ-ერთ ქუჩას ერქვა კლარა ცეტკინის სახელი, რომელიც ჩემი ქუჩის პარალელურია, თუმცა დღეს წინამძღვრიშვილის ქუჩაა და ესე რაღაცა სასტიკად გადაარქვეს ქუჩა, თუმცა ამ ქალბატონს ნამდვილად ეკუთვნოდა, რომ ერთ ქუჩას მაინც რქმეოდა ერთ ქვეყანაში მისი სახელი და გვარი. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში მისი სახელი ნამდვილად ქვია რომელიმე ქუჩას. აი რეალურად კი აღმოჩნდა, რომ კლარა ამ გრანდიოზული შვილს მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილეა, ამბავი გაცილებით მასშტაბურია და არც ისეთი საზეიმო, როგორადაც დღეისათვის აღიქმება უშუალოდ 8 მარტის ისტორია. თქვენ წარმოიდგინეთ, 150-ზე მეტი წლისაა ზოგადად ქალთა უფლებების დღე კი შორეული, ძალიან შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. აი ისე შორეული წარსულიდან გაგიკვირდებათ და თავდაპირველად იგი რომში აღინიშნებოდა თურმე, ძველ რომში. არსებობდა დღე, როდესაც ქალებს თავისუფლად შეეძლოთ ქმრებისაგან საჩუქრები მიეღოთ. თავისუფლად შეეძლოთ მეტარასია. ეს დღეებში ეთყობა ძალიან დაჩაგრულები იყო. ესე იგი, მამაკაცებს ეკრძალებოდათ მეუღლეებისთვის ფინანსური შემოსავლის ესე ფუჭად ხარჯვა? ეგრე ითვლებოდა, რა უცნაურია. ხოლო მოახლეები და დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალბატონები დასვენების დღეს იღებდნენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მათ დასვენების დღე ეკუთვნოდათ ქალთა სოლიდარობის ნიშნათო, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, ეს მოსამსახურე ქალბატონები რო ისვენებდნენ დიდარ ქალბატონებს ვინ ემსახურებოდა ამ შემთხვევაში. რას ინტერესებდა კაბას ან აი ესეთი დამხმარე ქალები ხო ყავდა. ყორსეც ვინ უკრავდა. ამაზე ვერ
ვერ გიპასუხებ, მაგრამ ძალიან გავიჯერო. მეეჭვება ეს ამბავი, იმიტომ რომ იმ პერიოდში მეუღლეებს ცალ-ცალკე სეძნებელშიც კი ეძინათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ ძველ რომში ქალთა სოლიდარობის ნიშნად კვირა დღე იყო დასვენების დღე. აი ქალთა სოლიდარობა წარმოიდგინეს, გენდერული ბალანსის ჩანასახი არსებობდა ჯერ კიდევ ძველ რომში. ძალიანაც კარგი მივესალმები ამას. ეს ქალბატონებისაც თავაწეულმა უნდა ვთქვათ ეს ამბავი, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე და მასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე მიდგება ხოლმე საკითხი. არა, იცი რაღაცა სასაცილოა მაშინდელი გენდერები რაღაცა დღევანდელ დროში არის ძალიან ესეთი რა თქმა უნდა შარჟი ასე ვთქვათ. ჩანასახი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქმრებისგან საჩუქრის მიღების უფლება უკვე არ ვიცი, ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ ასეა თუ ისე ასახი რომ არსებობდა ძველ რომში უკვე საჩუქრებზე ვლაპარაკობთ, როცა ქალს მიახლოება არ შეეძლოს სუფრასთან, სადაც მეუღლის სტუმრები იმყოფებოდნენ, ან გამოჩენა არ შეეძლოს საერთოდ იმ ოთახში არ უნდა შემოსულიყო და ასე შემდეგ რაღაცა უცნაური სულელური წესები არსებობდა. ზოგან ხვდებოდით ასეთ უცნაურ ტრადიციებს, თუმცა ვერ უარყოფთ რომ ქალისადმი პატივისცემა ოდითგანვე იყო რაღაც სხვა ხარისხში, რა თქმა უნდა ეს ფენიდან მომდინარე, მაგრამ მაინც. აი, კიდევ უფრო ძველი ისტორია გვაქვს ძველ რომთან შედარებით და ეს ყველაფერი ბიბლიურ ისტორიასთან გახლავთ დაკავშირებული, რომელიც ასე ჟღერს. სპარსეთის მეფემ ართაქსერქსემ ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს ქვეყნის ყველაზე მშვენიერი ასული ესთერი მოიყვანა ცოლად. და ესთერმა მეფეს თავისი ებრაული წარმოშობა დაუმალა გამოხდა ხანი და მეფის დიდ ვეზირმა ბაბილონის ტყვეობიდან სპარსეთში შემოხიზნული ებრაელები აითვალისწუნა და მეფეს მოუწოდა რომ აიძულა რაღაცნაირად დაარწმუნა რომ მათი მორჯულება იყოს საჭირო და უფრო მეტიც ისინი უნდა ამოეწყვიტა. თუმცა მეფის თანხმობით ეს დღეს დაინიშნა, როცა ეს ამბავი თავის ერზე მზრუნველმა ესთერმა შეიტყო, 3 დღე და ღამე იმარხულა, შემდეგ ნადიმი მოაწყო და მადლი ჰპოვა ქმრის თვალში, რომელმაც პირობა მისცა რომ ყოველ სურვილს შეუსრულებდა. ესთერმა ებრაელების ხელშეუხებლობა გამოსთხოვა მეუღლეს და მეფეც დიდსულოვნად დათანხმდა ამ თხოვნას დაეთანხმა, ებრაელებს თავის დაცვისა და ბრძოლის უფლება მისცა. იარაღით მისცა რა თქმა უნდა თავის დაცვის უფლება, ანუ როგორც ჩანს ებრაელებს მანამდე არ ქონდათ ამის უფლება თუ არ ქონდათ იარაღი. და ის ხალხი, ვისაც ებრაელები უნდა დაეხოცა, თვით ებრაელებისაგან დაიხოცნენ თურმე. აი ესეთი ისტორია. საოცარი ბიბლიური ისტორია და ამ სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად ებრაელებმა დააწესეს დღესასწაული, რომელსაც პურიმი, ანუ წილისყრის დღე უწოდეს, რომელიც სწორედ 8 მარტს დაემთხვა. ეს არის ებრაელთა ყველაზე მხიარული დღესასწაული, სადაც ეწყობა მსვლელობები, კარნავალები და ესთერის გმირობის აღსანიშნავად ამ დღეს განსაკუთრებული პატივი და ყურადღება სწორედ ქალბატონებს მიეგებათ. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლიდან იღებს სათავეს ქალბატონების პატივსაცემად აღსანიშნავი 8 მარტი. თუმცა ზოგიერთებს გონიათ, რომ ეს არის კომუნისტური დღესასწაული და ზუსტად რუსი გონიათ? ზუსტად ამიტომ არ უნდა აღნიშნა და 90-იან წლებში სწორედ ამიტომაც მოიფიქრეს 3 მარტი. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვინ მოიფიქრა და ვინ დააწესა, თუმცა სულაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ ქალთა საერთაშორისო დღე თუა განსაკუთრებულად დედების დღეა 3 მარტი, ანუ მხოლოდ დედებს ვულოცავთ ამ დღეს, თუმცა იმხელა დაატვირთვა ქონია ჩვენი წელთაღრიცხვით და ჩვენ წელთაღრიცხვამდე ამ დღეს, რომ სულაც არ არის ცუდი. ერთი დღე წელიწადში ეკუთვნოდეთ ქალბატონებს და იყოს განსაკუთრებული მათთვის და ერთი სურვილი მაინც სრულდებოდეს მათთვის განსაკუთრებულად. ნუ ლოგიკურია, ქალისა და ქალური საწყისის დატვირთვას თუ გავითვალისწინებთ, შესაბამისად მე მგონი ძალიან ლოგიკური და სამართლიანია, რომ ეს დღე უნდა არსებობდეს. იცი რა მიყვარს ცოტა, თუ საქმის არსი არ იცი კარგად, თუ არ იცი საიდან მოდის მისი ისტორია, რა დატვირთვა აქვს ამ დღეს, რატომ აპროტესტებ და რატომ გინდა რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მოაშთო და გააქრო. სულაც არ არის ეს ცუდი და ეს დღე ღირსია კიდევაც რომ აღინიშნოს,
თურმე, აი ზუსტად ეს ისტორია ჩვენ სიმიტომ გავაჟღერეთ და იმიტომ მოვძებნეთ, რომ ყველა კარგად გაიგოს, რომ ეს არ არის კომუნისტური დღესასწაული, როგორც ყველას გონია და ეს არ არის კომუნიზმის გამარჯვება საქართველოში თუ ჩვენ აღნიშნავთ დაუშვათ 8 სასაცილოც კია. არ მინდა დღეს ცოტა უხეში ფრაზებით გამოვიდე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ინფორმაციული დეფიციტის და ცოტა არ იყოს გაუნათლებლობის ბრალიც არის, ამიტომ გავეცნოთ ჯერ ისტორიებს და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები. ისეთ ადამიანს დაემართა ასეთი რამ, რომ გაუნათლებლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ვინც ეს დღე დააწესა და ვინც 3 მარტი დააწესა და 8 მარტი უარყო. ვერ ვიტყვი, რომ ის პირიქით ძალიან განათლებული და უგზო-უკოდ განათლებული, რა ვიცი, რატომ დაემართა ასეთი რაღაცა, არ ვიცი. იცი, რაღაცა ზიზღი მე რაღაცებს გავიწყებს და თვალებს იბნევს. ეკატერინე, რადგან ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, მოდი აქვე გეტყვით ჩვენს დღევანდელ რეალობას. გუშინ, როგორც კი დადგა 8 მარტი, სოციალურ ქსელში გადავხედე, არა მამაკაცების არა, ქალბატონების მხრიდან, ქალბატონებს ულოცავდნენ. არა პირიქით, აი ეს მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრის მხრიდან რაღაც ისეთი ქილიკის პოზიცია იყო და ამან მამაკაცები ისე დააბნია, რომ მილოცვები ჟღერდა ასე, ვატყობ ზოგს არ სიამოვნებს, მაგრამ ვისაც ეს მოგწონთ, გილოცავთ. არ მესმის ასეთი ქალბატონების პოზიცია, იმიტომ დავიწყე დღევანდელი ეთერი ფრაზით, რომ ქალბატონებო შეიფერეთ თქვენი ქალობა და დღე, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მომიტანეთ ასეთი სუბიექტურობა, მაგრამ ცოტა უხერხულია. საპასუხოდ გეტყვი იმას, რომ 1 წლის წინ საერთოდ მინდა ვაღიარო, რომ ვალენტინობის დღესასწაული ძალიან არ მომწონს და არ მიყვარს. სიყვარულის დღეაო ამბობენ, მაგრამ არ არის ქართული დღესასწაული, მართლმადიდებლური არ არის და რაღაცნაირად არაფერი კავშირი არ აქვს ესეც ვაღიაროთ, არც ამას და არც იმას მართლმადიდებლობა. ნუ არ ვიცი, საკეიფო მიზეზი გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა დღე აღნიშნოთ, იმიტომ რომ ვიკეიფოთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ რაღაცა სოციალურ ქსელში ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ასე ვთქვათ, ჩემი აზრი დავაფიქსირე და ამას მოყვარო, ვაიმე, რატომ და როგორ შეიძლება და რატო არ გიყვარს ერთი სიყვარულის დღე? სიყვარულის დღე ყოველთვის არის, არ ჭირდება დრო დაამინდიო, ნათქვამია და ერთ ქართულ ფილმში ძალიან კარგად არის ამაზე ლაპარაკი, ხაზგასმულია იუმორში, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ხა მათი პოზიცია დავაფიქსირე, თუმცა სულაც არ არის ცუდი, რომ მართლა 365 დღეში რომ ერთი დღე ქალთა იყოს, ამაში ერთი დღე სიყვარულის. დანაშაული არ არის, ნამდვილად ამის აღიარება და ამის აღნიშვნა. უბრალოდ ვაღიარეთ, რომ რელიგიასთან არც ერთ მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ სოციალური დღესასწაულები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებში პოზიტივი შემოიტანოს, ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთობები გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო ესთეტიური, ასე რომ იგივე ვალენტინობა არის მიზეზი ადამიანებს გაახსენდეთ, რომ უნდა უყვარდეთ და იგივე ქალთა საერთაშორისო დღე არსებობს იმისთვის, რომ გაგვახსენდეს ქალბატონებს აქვთ ყველაფრის უფლება, ჩვენ ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და ეს ყველაფერი უბრალოდ მშვენიერია, მეტი არაფერი. არა, ყოველი დღე რაღაცნაირად დატვირთული, უბრალოდ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, ერთი დღე ღიმილის არის, 365 დღე არის რაღაცის ყოველ დღე. ერთი ღიმილის, ერთი კოცნის, ერთი სიყვარულის, ერთი ქალის, ერთი მამაკაცის, ერთი საბავშვო დღეა და ასე შემდეგ. ყოველ დღეს რაღაცა დატვირთვა. მე ასეთი შემოთავაზება მექნება უბრალოდ ქვეტექსტების და ზედმეტი გადაჭარბების გარეშე. უბრალოდ ვეძებოთ ამ ყოველფრიდან პოზიტივი, როგორ შეიძლება დადებითად გამოვიყენოთ და როგორ შეიძლება გავიხალისოთ ცხოვრება. აი თუ დაუბრუნდებით ქალთა საერთაშორისო დღეს, როგორ ხდება ეს თანამედროვეობაში, აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს, ეს უკვე ვიცით, ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული და როგორ შეიძლება ეს იყოს ცუდი, როდესაც ქალთა უფლებები და შესაძლებლობები არის ხაზგასმული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს შეერთებულ შტატებში აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი 1911 წელს ნიუ-იორკის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი იყო, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ძალიან ცუდი ინფორმაცია, თუმცა ეს იყო სოლიდარობა, რომლის შემდეგაც ქალებმა დაიწყეს ბრძოლა მათი უფლებებისთვის. თუმცა ეხლა ჩვენს ეთერში აუცილებელი სარეკლამო პაუზის დროა, 2 წუთში დაგიბრუნდებით და მინდა გითხრათ, რომ ქალბატონებო დაგვირეკეთ სტუდიაში 242 103 და მოგვიყევით თქვენი განსაკუთრებული 8 მარტის შესახებ ცხოვრებაში, ეს განსაკუთრებული ერთი დღე როგორი გქონდათ.
და რატო იყო განსაკუთრებული. ასევე შეგიძლიათ ქალბატონებმა მოდი შემოგიერთდეთ. ჩვენი Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ MedFM 100.3 გელოდებით დაგვირეკეთ სტუდიაში. სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ისევ. დღემშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო MedFM-ის საეთერო სტუდიიდან. თქვენი რადიო მიმღები მომართულია 100-სა და 3-ზე. თქვენ უსმენთ გადაცემას ზოლქრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად. დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. ყველა ქალბატონს კიდევ ერთხელ ვილოცავ 8 მარტს და ჩვენს დღევანდელი დღე მივუძღვენით სწორედ რომ 8 მარტის ისტორიას. ჩვენი არაჩვეულებრივი გამარჯობა ეკატერინე, ჩვენი არაჩვეულებრივი ფონიც აჟღერდა და ნინა სიმონესაც მივულოცოთ მოდი ეს დღე ქალი ლეგენდა ამონებით. მოგილოცოთ ყველა ქალბატონს სამ დღეს და გისურვებთ რომ ეს ყბადაღებული ქალური ბედნიერება უნდა ვუსურვო ჩვენს ქალბატონებს. მხოლოდ ჩვენ რო ვიცით და მამაკაცები გაგნებაში რო არ არიან, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოდი დავტოვოთ ჩვენს პატარა საიდუმლოდ. მე ძალიან მიყვარს ქალებს მამაკაცებისაგან პატარ-პატარა საიდუმლოებები რომ გვაქვს ხოლმე. ეს რაღაც ერთგვარ მომხიბვლელობას გვმატებს. ყველა ვაღიარებთ ხო? რა თქმა უნდა, ყველათაის ქალს თავისი საიდუმლო აქვს და მოდი ნუ გავაჟღერეთ. ეს საერთო საიდუმლოა და ყოველთვის გვეკითხებიან და მოდი დავტოვოთ საიდუმლო და იფიქრონ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. აი თუ მიხვდებიან ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ აი რაც შეეხება წარმოშობის ისტორიას, თუ საიდან მოდის 8 მარტის აღნიშვნა, კიდევ ერთი ისტორია, ასე ვთქვათ, რაც უკვე ვთქვით და რაც უკვე მოგიხევით, კიდევ ერთი. ხო, აი ამ ისტორიების გაგრძელება უკვე ეს არის სადღაც მე-19-20 საუკუნის ისტორია, საიდან წარმოიშვა ქალთა საერთაშორისო დღის დამკვიდრება. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალთა გაფიცვა. ჯერ კიდევ 1857 წლის 8 მარტს მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 2 წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს თურმე. რასაოცარი 1857 წელს ვსაუბრობ და 58 წელს პირველი ქალთა პროფკავშირი და ძალიან საინტერესოა და იმ დღეში იყვნენ ქალები მაშინ ხედა. აი როგორ დღეში იყვნენ და დღეში 16 საათს მუშაობდნენ, ეს გახდა სწორედ ამ პროტესტის მიზეზი, მაგრამ გაწეული შრომისთვის რამოდენიმე გროშს იღებდნენ მხოლოდ წარმოიდგინეთ 16 საათიანი მუშაობის სანაცვლოდ სწორედ ამან გამოიწვია გაფიცვები, მათი სამუშაო დრო ამ ყველაფრის შედეგად 10 საათამდე დაიყვანეს. ამერიკის ბევრ საწარმოში ქალთა პროფკავშირული ორგანიზაციები შეიქმნა ამ ყველაფრის შემდეგ. 1857 წლის 8 მარტის შემდეგ კიდევ ერთი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და პირველად მისი წევრები ქალბატონები გახდნენ. ამ დღეს შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში დემონსტრაციულ და საპროტესტო აქციაზე ასობით ქალი გამოვიდა მოთხოვნით დაეცვათ ქალთა უფლებები და მათი ლოზუნგი იყო რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა ამას. 1908 წელს 15000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის საუკეთესო ანაზღაურებისა და რაც მთავარია არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. მანამდე ქალბატონებს თურმე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, არათუ კანდიდატად ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ და სწორედ ამის შემდეგ 1910 წელს კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ქალთა საერთაშორისო დღე დაფუძნდა. აი სწორედ მაშინ შეთანხმდნენ რომ უნდა ყოფილიყო ერთი დღე განსაკუთრებულად ქალბატონებისთვის. ანუ ეს ყველაფერი 1910 წელს მოხდა, კარგად დავიმახსოვროთ თუ როგორ მოხდა კოპენჰაგენში დამტკიცდა ეს ყველაფერი. ეს ინიციატივა ყველასათვის ცნობილ გერმანელ სოციალისტ ქალს კლარა ცეტკინს ეკუთვნოდა. არა რუს. აი ასე. მომავალ წელს ამ დღეს ავსტრიაში
დანიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში განსაკუთრებული მასშტაბით და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში უფრო მცირე მასშტაბებით ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამის შემდეგ გარდა ხმის მიცემისა და სახელმძღვანელო პოზიციის დაკავებისა ქალებს თანაბარი უფლებები მიენიჭათ იდენტურად მამაკაცების და ამდენად გენდერული თანასწორობის იდეა 1913 წლიდან მოდის და ამ ყველაფერს ორივე სქესის თანხმობით და თანამონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი. საპროტესტო ტალღამ არა მხოლოდ ამერიკას გადაუარა 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდნენ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს, რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს. თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მარტს SSRK-ის არ ვიცი ეს აღარ მახსოვს როგორ იშიფრება ეს აბრევიატურა საბჭოთა კავშირი აი ესე ალბათ უზენაესი საბჭოს სოციალურ რესპუბლიკათა კავშირი ხო ნუ რაღაცა ესეთი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა 1965 წელს მხოლოდ და ისიც რატომღაც ძალიან მიკვირს როგორ მოახერხა ამ პატარა ქალბატონმა ალექსანდრა კოლონტაიმ რომ დაეყოლიებინა ლენინი თვით ლენინი რომ დაემკვიდრებინა ეს დღე და თან ის უქმე ყოფილიყო სწორედ არის აღსანიშნავი რომ არა მხოლოდ კლარიცეტკინს მიუძღვის წვლილი არამედ წარმოიდგინეთ ალექსანდრა კოლონტაი რამხელა ქალბატონი იყო რომ ლენინს ქალების დღე აღიარებინა და დაამტკიცებინა მე მოხიბლული ვარ ამ ქალბატონით გამოგიტყდებით ჩემ და სამწუხაროდ მისი ისტორია არ ვიცი თუმცა ვაღიარებ იმიტომ რომ ეს შეძლო და ეს დღე იმ პერიოდში რა თქმა უნდა მხოლოდ ქალთა შრომისა და ღვაწლის აღსანიშნავად იყო დადგენილი მაგრამ მაინც ეს დღე ქალებს ეკუთვნოდა და ეს ყველაფერი ლენინმა დაამტკიცა ასე რომ საინტერესო ის არის რომ ეს ტალღას ქალთა საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო სადღაც ამერიკაში და მე ნელა-ნელა მოედო მსოფლიოს გერმანია, შვეიცარია და ასე შემდეგ და მოვიდა რუსეთამდეც და რუსეთი მერეც სადღაც ბოლოსკენ მიხვდა რომ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ყოფილიყო, ისიც უქმე უნდა ყოფილიყო და ამაში არ ჩამორჩა რუსეთი, საბჭოთა კავშირი ასე ვთქვა და სოლიდარობა გამოუცხადა ქალებს. არ ვიცი თუმცა ეს რუსეთში არ დაწყებულა და ნუ გონიათ ასე. სმენელებო. ასე რომ ნუ აპროტესტებთ ხოლმე ამ დღეს ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმედ ითვლება. დღემდე ასეა ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. აი წარმოიდგინეთ, ამერიკასაც კი შეეხო, რატომღაც ეს კომუნისტური ელფერი, არ ვიცი რატომ მოხდა ეს და ამერიკელებსაც როგორ დაემართათ და 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის შანსს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1975 წელი რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და გაერო ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისათვის ოფიციალური სანქცია გასცა კარგად დაიმახსოვრეთ 1975 წელი როცა გაერო ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისათვის სანქცია ესე გავიმეორე, იმიტომ რომ მომწონს ხოლმე ესეთი თარიღები და 2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების რეზოლუციას ერთხმად დაუჭირეს მხარი. თქვენ წარმოიდგინეთ 2005 წელს ბრიტანეთში თურმე პროფკავშირები ჯერ კიდევ არსებობდა, არ ვიცი დღესაც არსებობს თუ არა, მაგრამ და იარსებობს იმიტომ რომ მათ ქალთა საერთაშორისო დღეს დაუჭირეს მხარი. ეს არის პროფესიული კავშირი, ანუ ყველა პროფესია არის აი ამაში ყველა პროფესიის ადამიანი ჩვენში რომ აღარ არსებობს ნუ აღარ არსებობს იმიტომ რომ რაღაცების გამო ეს ყველაფერი კავშირი ანუ საბჭოთა კავშირთან ასოცირდება და ჩვენში ალბათ სწორედ რომ ამიტომ არ არსებობს არა არსებობს როგორ არ არსებობს მაგრამ ისეთი დატვირთვა აღარ აქვს როგორც ამას ქონდა ანუ საბჭოთა კავშირის დროს გეტყვი ხა ჩვენში იმიტომ არ არსებობს რომ ადგილები აღარ არსებობს სადაც ეს პროფესიული თავშეყრა მოხდებოდა და გაერთიანება მოხდება მართალი ხარ
შეხმები არ არის ამდენი სამუშაო ადგილი პირიქით ხალხი დაუსაქმებელია და სახლში ზის რა პროფკავშირებზეა ლაპარაკი, თუმცა პროფკავშირებს ძალიან კარგი დატვირთვა ქონდა, როგორც ვიცი, ჩემი ბებიებისგან და ბაბუებისგან გადმოცემით პროფკავშირები ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა, მახსოვს რომ საგზურები იყო ხოლმე, ნუ რაღაცა ჩუქნიდნენ მსოფლიოს მასშტაბით მე მგონი, ყოველ შემთხვევაში ვინც იყო გაერთიანებული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ნებისმიერ ქვეყანაში წახვიდოდი, ესე აიღებდი საგზურს და წახვიდოდი. ნუ ესე მარტივიც არ იყო, როგორც ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე შეიძლება და ევროპაში არ უშვებდნენ, მაგაზე მე მგონი სანქციას გასცემდნენ, რომ დაეხრიტათ ადამიანები, თუმცა შე ძალიან გადაიჭერე ერთი მინდა აღნიშნო არა მინდა რა ხაზი გაუსვათ რა გეხოცები საბჭოთა კავშირს მალაპარაკე გაჩუმდი თორე ისე მიაწერენ 8 მარტს ერთი სიტყვით მე რა მინდა აღნიშნო დღეს მსმენელს ცოტა არ იყოს და თავგზა ავუბნიეთ უამრავი თარიღით მაგრამ მინდოდა ეს ყველაფერი გაგვეჟღერებინა იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ სმენელმა დაარეკოს 242 103-ზე თავისი აზრი დააფიქსიროს ამ დღესთან დაკავშირებით და თავისი პატარა ლამაზი ისტორია მოგვიყვეს თუ რა შეიძლება რომ მოგვიყვეს შეიძლება რომ მოგვიყვეს ან აზრი დააფიქსიროს თავისი ასე რომ დაგვირეკეთ 242 103-ზე Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი სურვილი ან აზრი სანამ დაგვირეკავდეს მსმენელი მანამდე მოდით ამას დავუბრუნდეთ ოღონდ თარიღ bis გარეშე დავწმინდოთ ცოტა ეს ამბავი თარიღებისგან და ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს ქალთა გლობალური ასოციაციის ავრორას ვებგვერდზე არსებობს ასოციაცია თქვენ წარმოიდგინეთ ავრორა ქვია და სწორედ ქალთა გლობალურ ასოციაციას შეეხება ეს ყველაფერი ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება შეიძლება მასში რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურ გაშუქებას უწყობს ხელს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს აქტიურად უჭერს მხარს და მისდამი ინტერესი დღითი დღე იზრდება ისევე როგორც ქალის აქტიური როლი საზოგადოებაში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დღითი დღე ნაბიჯ არა უკვე დიდი ნაბიჯებით იმატებს ხო ჩვენი როლი. ალბათ, მაგრამ სარეკლამო ჭრის დრო ყოფილა, უკვე დრო გაიქცა ისე მალე, რომ ისევ სარეკლამო ჭრის დროა ჩვენს ეთერში, ასე რომ 2 წუთში ისევ დაგიბრუნდებით და სულ ცოტა ხანში ისევ გავაგრძელოთ საუბარი ამ ქალთა უფლებებზე, მაგრამ მანამდე მინდა შემოგთავაზოთ რუდ ბრაუნი არაჩვეულებრივი I don't know. ქალბატონებს ეძღვნებათ ეს სიმღერა როგორც ყოველთვის. კлау დაბრუნდით ეთერში კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ერთგულ მსმენელს ცოლქმრული ფილოსოფია შემოგიერთდათ გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფიას რადიო მედეფემის ეთერში 103-ზე გვაქვს მომართული რადიო მიმღებები და დღეს ქალთა სოლიდარობის დღეს 8 მარტს აღნიშნავთ მოგესალმები ეკატერინა კიდევ ერთხელ მოგილოცავ მიულოცავ სრულიად საქართველოს ქალბატონებო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს დღევანდელი დღე და ჩვენი გადაცემა თქვენ გეძღვნებათ და ჩვენც გვეძღვნება ეს ყველაფერი ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ქალბატონები ვართ და რა თქმა უნდა მაგას კითხვა არ უნდა უბრალოდ ახლა ჩვენ თავს ხო ვერ მივულოცავთ ერთმანეთს კი მივულოცეთ და მსმენელს ამიტომაც ველოდებით 242 103-ზე დაგვირეკეთ დააფიქსეთ თქვენი აზრი მოგილოცავთ და ასე შემდეგ ვილაპარაკეთ იმაზე მეორე ბლოკში მოგილოცავენ განსაკუთრებულად და დაგვირეკეთ იქამდე რა ვიცი ესე იგი გადავირბინეთ 8 მარტის საწყისები განვითარება და ბოლოშიც გავიდით საიდან მოდის რომ ეს ყველაფერი ძველი რომიდან მოდის რომ ძველ რომშიც აღინიშნებოდა ქალთა საერთაშორისო დღე და ეს იყო ის ერთადერთი დღე როდესაც ქალებს შეეძლოთ მამაკაცისაგან ქმრისგან თავისუფლად მიეღოთ საჩუქარი აი ამას ხაზს გავუსვამ თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ საჩუქარი მსმენელია ხაზზე როგორც ჩანს და მინდა რომ შემოვიყვანო ეთერში მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობათ ალო გისმენთ გამარჯობა ცოლქმრული ფილოსოფია გამარჯობა გოგონებო მოგესალმებით 8 მარტს გილოცავთ მე თქვენ და ყველა ქალბატონს თქვენ გილოცავთ და ყველაფერი ბედნიერი იყოს თქვენთვის თქვენი ყველა გადაცემა და განსაკუთრებით ასე თემატურად როცა შეადგენთ ხოლმე არაჩვეულებრივია ძალიან დიდი მადლობა კარგი გადაცემა როგორც ჩანს ჩვენი ერთგული მსმენელი ბრძანდებით
დიახ, მრავალ რვამაც დაესწარით თქვენ და ყველა ქალბატონი. და ვისურვებდი რომ ყოველი დღე დღესასწაული იყოს ყველა ქალბატონისათვის. და ასე ყოფილიყოს. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია რომ რაღაცა დრო მოიტანა რომ ქალები ძალიან ბევრს შრომობენ, წვალობენ, რაღაც სოციალური მდგომარეობა ისეთია დღეს და ერთი დღე მაინც განტვირთვა ეკუთვნით. თუმცა სამწუხაროა რომ შაბათი დღე დაემთხვა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ქალბატონები დაისვენებდნენ სამუშაო განრიგიდან თუ სამუშაო საქმეს გადადებდნენ გვერდზე. დიახ. მაგრამ საერთოდ სასურველია, მე ვთვლი რომ მამაკაცებმა ყოველთვის უნდა აგრძნობინონ ქალს, რომ მათთვის ყოველი დღე დღესასწაულია. და ბედნიერები უნდა იყვნენ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, დაგეთანხმებით და მით უმეტეს რომ ასეთი გამოთქმაცაა, ხო, ქალს 1000 წითელი ვარდი რომ მიართვა, შეიძლება გითხრას რომ მას ერთი თეთრი ჭირდება. ეს ფრაზა ჩვენ უნდა გაგვეჟღერებინა, მაგრამ ქალბატონო თქვენ დაგვასწარით. მადლობა. ძალიან კარგი. და შეიძლება სულ არ ჭირდება ქალს ძვირფასი საჩუქრები, მით უმეტეს თუ მამაკაცს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს, მაგრამ ყურადღება და სიყვარული მაინც გამოიჩინონ. ძალიან კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის, თქვენს გილოცავთ ყოველი დღე იყოს ასეთი ბედნიერი და ლამაზი და თქვენს მეუღლეს თქვენთვის ყოველ დღე მოეტანოს ერთი კონა ყოჩი ვარ და ან ნებისმიერი ყვავილი რაც იმ სეზონზე იქნება. გაიხარეთ. ყველა საჩუქარი უჩუქებია, ყვავილები არ უყვარს. აი ეს ქართული უცნაურობა გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი ერთგული მსმენელები ყავს რომლებიც ყოველთვის ისმენენ და ისიც იციან რომ ჩვენ თემატურად ვაკეთებთ ხოლმე გადაცემებს ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ჩვენს მსმენელს და მადლობა გაიხარეთ მადლობა თქვენ ზარისთვის და ვუსურვებთ რომ ბედნიერი იყოს თავადაც ძალიან ბედნიერი და ქალურობის შეგრძნება ბოლომდე აღიქვას. აი ასეთი ძალიან პოზიტიური მსმენელი ყავდა. არ ხასიათი დავდაკი მართალი რომ გითხრა, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს. არც ისე პატარა ქალბატონი იყო, ალბათ ჩვენი დედების ტოლა და ძალიან დიდი მადლობა მას. კიდევ ერთი მსმენელი ყავს, ეჭვი მაქვს და იქნებ შემოვიყვანოთ ეთერში, ეკატერინა. დიახ, აუცილებლად შემოვიყვანთ ეთერში. ეთერში ხართ მოგესალმებით. ალო. დიახ. გამარჯობათ. მოგესალმებით სოფია და ეკატერინე. მოგესალმებით დღეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ, რომელს დაესწარით. გილოცავთ ქალბატონო და გაგვეცანით თქვენი სახელი. დიდი მადლობა ესეთი კარგი ინფორმაციისთვის. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა თაობისთვის, აი შვილებისთვის მე ცოტა ესეთი დიდი ქალბატონი ვარ, ალბათ თქვენ ჩვენ დედის ხელა მშობლების თაობის და ეს ინფორმაცია ძალიან უცხო იქნებოდა ჩვენი შვილებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი ინფორმაციისთვის. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო. ზოგადად რას ფიქრობთ რამარცზე? აღმოჩნდა რომ ზოგი ქალბატონი არ ვიცი რატომ ესე უარყოფითად არა, მაგრამ სკეპტიკურად აფასებს ამ დღესასწაულს. თქვენ როგორ აღნიშნავთ ხოლმე და რამდენად მიესალმებით ამ ყველაფერს? ძალიან სასიამოვნოა. მე მგონი რომ არ მოიძებნება ისეთი ქალბატონი რომელთვისაც არ იყოს სასიამოვნო ეს დღესასწაული, მაგრამ მე ვისურვებდი რომ დღევანდელ ცხოვრებაში ყოფილიყვნენ ისეთი მამაკაცები ყოფილიყვნენ ისეთი მამაკაცები, კი არა, კონდეთ ისეთი განწყობა მამაკაცებს და სურვილი, რომ ყოველთვის მიელოცოთ მამაცად რაღაც განსაკუთრებულად, რომანტიულად, თუმცა დღეს ცოტა დისკომფორტი გვაქვს რომანტიზმის მამაკაცებში და ქართველ მამაკაცებში და რომანტიულად მიელოცოთ თავიანთი მეუღლეებისთვის, თავიანთი საყვარელი ქალებისთვის დაბადების დღისა 8 მარტი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ თუ მოგილოცოთ მეუღლე. თქვენ თუ მოგართოს ყვავილები. ან რაიმე სახის საჩუქარი ზოგადად როგორ გილოცავთ ხოლმე თქვენი მეორე ნახევარი? ყვავილების
აჰა, ძალიან კარგი, მიხარია რომ თქვენს მეორე ნახევარს ეს ყველაფერი ძალიან ხიბლავს. გისურვებთ თქვენც ასევე ძალიან დიდ ბედნიერებას, რომ იგრძნოთ ნამდვილი ქალი ხართ ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის, მრავალს დაესწარით, ნახვამდის. თქვენც მრავალს დაესწარით. ძალიან დიდი მადლობა, ესე იგი მე ძალიან მახარებს, რომ უფროსი თაობის მსმენელი აქტიურობს და ჩვენი ინფორმაცია მათთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. კარგი იქნებოდა მცირე ასაკის მსმენელის აზრიც გაგვეგო, ასე რომ 242 103 არის ჩვენი სტუდიის ნომერი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს შევუძახებთ, რომ გაგვაგებინოს თავისი აზრი. თუმცა მოდი მანამდე სანამ განაგრძობ უკაცრავად ძალიან კარგი ფრაზა გააჟღერა ჩვენმა მსმენელმა, რომ რომანტიზმის დისკომფორტი გვაქვს რატომღაც ჩვენს დროშიო და ეს არ შემიძლია. მამაკაცებს აქვთ. მამაკაცებს ხაზი არ გაუსვა, არ შემიძლია, ადრეც აღნიშნე რომ ნახე, არა მარტო ჩვენი ასაკის ქალებს აწუხებთ ეს, არამედ ჩვენი დედიკოს ხელა, ჩვენი დედიკოს ასაკის ქალბატონებსაც აწუხებთ ეს რომანტიზმის დეფიციტი საქართველოში და საერთოდ ზოგადად კაცებში, იმიტომ რომ რომანტიკა გონიათ რომ არის ძალიან ბოდიში და გოიმური და სულაც არ არის და ასე. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში ეს რატომღაც ქილიკის თემა გახდა, თუ კი გრძნობების გამოხატვა შეგიძლია ეს ერთგვარად საგანი ახალ ერთი სიტყვით მამაკაცებო ნებისმიერი ასაკის იცოდეთ რომ გადაჭარბებული არა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. გრძნობების გამოხატვას თქვენს პიროვნებას უსვამს ხალხს მხოლოდ და მხოლოდ. მოდი საინტერესო ფრაზები გავაჟღეროთ ქალთან. არა მხოლოდ საინტერესო ქალბატონებთან მიმართებაში და სახალისოც არის ეს ფრაზები. I held round-ის ამერიკელი მწერლის და ჟურნალისტის ფრაზა მინდა გავაჟღეროთ. მამაკაცებიო ცოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩუქნიანო ყვავილებს 8 მარტი როცა და იმ დროს როცა სხვაგან დაძვრებიანო. თურმე ქალბატონებო არ მოტყუდეთ ასე რომ თუ თქვენი მეუღლე ან საყვარელი კაცი ჩუქნით ყვავილებს გამართის გარეშე აი ესე უმიზეზეთ ყოველდღიან ყოველ მეორე დღეს ყვავილებით მოდის ეჭვით შეგიძლიათ გაძრა ესე იგი ესე იგი შეგიძლიათ რომ ეჭვი გაიჩინოთ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ რაღაცა ფხიზლად იყავით ესე მოჭიმეთ ტვინი და ელენა იხუმრა იმედია ან არც იხუმრა არც იხუმრა ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან დაკვირვების შედეგად ახლა მამაკაცებს გონიათ ხოლმე რომ ძალიან ძლიერი ფსიქოლოგები არიან და ნახეთ თურმე რა მარტივად იყიდებიან. მე ძალიან მარტივია, იცი, მე ჩემს საახლობლოში მყავს ასეთი მამაკაცი, რომელიც ერთ დროს აი რაღაც პერიოდი ქონდა, რომ ნუ ცოლზე იყო, არ ყვავილები არ მოქონდა ამ მამაკაცს, მაგრამ ცოლს ისე ეფერებოდა და რაღაც კნინობითი სახელები მოიფიქრა და ნუ რაღაცა და ჩემო ესეთო და ჩემ და მე გამიჩნდა ეჭვი, მის ცოლს არა, მაგრამ მე გამიჩნდა ეჭვი. აი ეს ნაცებ მოხდა არათავად. ხო, რაღაცა პერიოდი იყო ეს, რომ აი ასე მიმართავდა ხოლმე. მეუღლე რაღაცა განსაკუთრებულად სულმის ქებაში იყო და დიდებაში და ნუ საერთოდ ზოგადად თბილი ადამიანია ეს მამაკაცი, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული იყო მაშინ. იმ პერიოდში, თუმცა ძალიან კარგია რომ ცოლს ეჭვიც კი არ გაჩენია, იმიტომ რომ ძალიან კარგი მეუღლეა, როგორც ჩანს ის და ეჭვიც არ გაჩენია და არ დაბადვია. ეს კარგია რომ ეჭვი არ გაჩნდება. არ ვიცი, შეიძლება კარგიც არის. სკანდალებს ჯობია რომ ცოტა, არ ვიცი, შეიძლება წაუყრუან. ეკატერინა ხდებოდა? მე ვხვდებოდი. რომ ეს კაცი სადღაც შეხვდებოდი კი არა, ხდებოდა ეგ ამბავი, გაძრა გამოძრა? ხდებოდა კი. კი, ხდებოდა. ხო, აი არ ვიცი, მაგრამ მოდი მაგასთან დაკავშირებით ხო არა ერთ გამონათქვამ შემოგაშველი რომ ის კაცი კატეგორიულად შეიცვალა და რაღაცის გამო შეიცვალა და ნუ რაღაცა ქვეცნობიერში როგორც ქალური ინტუიცია, კარგი ინტუიცია მაქვს მაგ შემთხვევაში ვერ გამომაყარა შემოგაშველო ფრაზა. აი მიდი. აი როგორც ცუდადაც არ უნდა ფიქრობდნენ მამაკაცები ქალებზე, ქალი კაცზე ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ უფრო უარეს ფიქრობს. ეს უარესი ნეტა რა არის? იცი რა არის გითხრა? ყველა მამაკაცი ერთნაირია. ეს შინელი გამონათქვამი და კიდევ ის რომ სულ რომ გგონია რომ დაძვრება. არა, ნუ აი ყველა მამაკაცი ისე მაღიზიანებს ხოლმე, რომ მინდა რომ იმ ქალების ტვინში ჩამახედა, ვინც ამას ამბობს ხშირ-ხშირად, და ყველა მამაკაცი ერთნაირი როგორ შეიძლება იყოს. ეხლა გეტყვი როგორ რა, ყველა მამაკაცზე რომ ეჭვი გვაქვს რომ დაძვრება, ეს გამოდის თუ არა რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია?
ნუ ხო, ალბათ, მაგ შემთხვევაში კი. აი, ამ საკითხში შეიძლება ყველა მამაკაცი ერთნაირად, მაგრამ რატომ ერთგული მამაკაცები არსებობენ? ესე ჩემს ირგვლივ ასეთი ძალიან ბევრია. მამაკაცები თანამედროვე ფრაზით რომ გითხრა, ვერ ავაგდეთ რომ დავარეკინოთ 242, 103 ხართ თუ არა ერთნაირები და რას ფიქრობთ ქალბატონებს დაგვირეკეთ თუ გითხარით. საქმე იმაში, რომ ჩვენი პირველი ასე ვთქვათ, აქტიური მსმენელი, რომელმაც დაგვირეკა, 3 მამაკაცი იყო და არც ისე პატარა ასაკის თუ გახსოვს, ასე რომ, არ ვიცი, ეს თემა შეიძლება რაღაცნაირად მამაკაცებისთვის არც ისე სასიამოვნოა და საინტერესო. ვერ დავიჯერებ მაგ ამბავს. ხალი და მამაკაცი არის თემა. მამაკაცებო დაამტკიცეთ, რომ თქვენ გაინტერესებთ ეს თემა და არციმ და ჩვენი ტელეფონი, აბა ვერ ვხედავ. მე მანამდე შემოგაშველებ კიდევ ერთ ფრაზას, ნამდვილი ქალი ის არისო, რომელსაც შეუძლია დაგავიწყოს იდეალური. ვაუ. ეს იდეალური ალბათ უფრო ილუზიასთან ახლოს არის და გამონაგონია. ის როგორია იდეალური, ნუ ეხა ეს ინდივიდუალურია და ამაზე ნამდვილად არ ღირს კამათი, იმიტომ კამათი არა, უბრალოდ გეტყვი, იდეალურის ილუზია იწვევს იმას, რომ მამაკაცები ყოველ ჯერზე დაეძებენ ხოლმე ახალს და აი ამასთან დაკავშირებით გითხრა კიდე ერთი ფრაზა. ყოველ ჯერზე რას ნიშნავს? ცოლიანი მამაკაცებიც? არა, ჯერ უცოლოები. აი ესეთ დაეძებენ ხოლმე და ცვლიან ერთიდან მეორესთან, მეორედან მესამედთან და აი ასე და რაღაცად დაეძებენ აი წარმოსახვით და რაღაცა იდეალურ ურთიერთობას და ამასთან კიდევ ერთი ფრაზა. მამაკაცისთვის ყველა ქალი გამოცანა, რომლის გამოცნობასაც მეორე და კიდევ შემდგომი ქალიც ცდილობსო. აჰა, სხვა ქალების მაგალითს ესე იგი, ნუ ის ესეთი იყო, ეს ავტორსაც გეტყვი, რომ Mae West-ს ამერიკელ მსახიობს ეკუთვნის და მე მას მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფრაზა თქვა. სწორედ ასეა. და გამიპროტესტონ მამაკაცებმა. შეიძლება, არ ვიცი, აი იყო ქალი ძალიან რთულია, მარტო იმიტომ რომ შენ გამკლავება მოგიწევს მამაკაცთანო. ესე იგი, ჩვენ ფემინიზმის შემოტევა გვჭირს ეთერში. ხო, იყო ქალი ძალიან რთული, ან რა ვიცი. მოდი ახლა ჩვენ განვიხილოთ როგორ ვუმკლავდებით ხოლმე მამაკაცებს და საერთოდ რას ნიშნავს გავუმკლავდეთ? რა ვიცი, კუნთებს ვჭიმავ ხოლმე და მუსკულებს როგორ ვუმკლავდები? მუსკულებს? გითხრა მუსკულებზე კარგი გამონადგა. ეს მუსკულებზე ზოგ გამონადგამი? ესე იგი ვერ ახსენე ვერაფერი ფრაზა. დაჭირეთ მუსკულები მამაკაცებო და დარეკეთ სტუდიაში. ფრაზა უნდა გითხრა მაგაზე რა. მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიური თვალსაზრისით უარი თქვეს კუნთების დაყენებაზე. მხოლოდ ესთეტიური თვალსაზრისით. ასე რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ფიზიკური სიძლიერე რაიმე უპირატესობას განიჭერთ. აი უფრო ღრმა არის, ხა რაც მე უნდა გითხრა რა. აი არც ერთ მამაკაცს შეუძლია. ჯერ მიპასუხე რა. რა მიპასუხო? კუნთებზე მიპასუხე. სისუსტეზე და სიძლიერეზე მიპასუხე. ნუ ძალიან ძლიერი ქალბატონები. სუბუქეზე მაინც მიპასუხე. ძალიან ძლიერი ქალბატონებიც არსებობენ და ყველა ქალი ძლიერია თავისებურად, მინდა გითხრა. როგორც სუსტი, ისევე ძლიერია და ძალიან ბევრი რამე შეუძლია მამაკაცზე უფრო კარგად აკეთოს და ხუთიანზე აკეთოს. ეცე რატო გთხოვე ამაზე გეპასუხა? იმიტომ რომ პირველი რევოლუციონერი ქალბატონი, რომელიც გამოვიდა საპროტესტოდ ამერიკაში, სწორედ ასეთ სლოგანს აჟღერებდა, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და აღიარეთ ქალთა უფლებები და შესაძლებლობები. აი ასე და იცი რა, ჩემო კარგო, მარტო ფიზიკური სიძლიერე ძლიერებას სულაც არ ნიშნავს. აი სწორედ ამას აღნიშნავდნენ. ის ქალბატონები გავიდა 150 წელზე მეტი და ჩვენ იგივე აზრზე ვართ, რა თქმა უნდა. ხა ცალ-ხელით მამაკაცი თუ მოგერევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შენზე ძლიერია. ფიზიკურად ძლიერია, გასაგებია, მაგრამ ათლეტი ქალბატონებიც არსებობენ, რომელიც ცალ-ხელით მოერევენ ორ მამაკაცს ალბათ, ან შეიძლება ერთი თითითაც, მაგრამ ეს არაფერს არ ამტკიცებს, მთავარია ფსიქოლოგიურად გონებრივი შესაძლებლობები გვერდზე იყოს ფსიქოლოგიურად რომელი უფრო ძლიერი, რომელს უფრო შეუძლია პრობლემებს უფრო კარგად გაუმკლავდეს და პრობლემებიდან გამოსავალი იპოვოს, როგორც წესი, ქალები ყოველ საქმეში არიან ძალიან მაგრები როგორ, მაგრები ცუდი ნათქვამი, ახლა მაგარი ეს მაგიდაც არის, მაგრამ ანუ დომებენ გამოსდით?
გონიერები, ჭკვიანები, გინდა მაგაზე გამონათქვამი? ყველა პრობლემიდან გამოსავალს სწორედ რომ ხალი პოულობს ძალიან ადვილად, იმიტომ რომ პრაქტიკულები ვართ ქალბატონები ძალიან. და ამაში ახლა მამაკაცები ნუ შემეკამათებენ, შეგიძლიათ დარეკო და გვეკამათოთ, მაგრამ ეს ასეა და არ აყვებით კამათში, ასე რომ გინდა გონებრივ შესაძლებლობას. რას გამეკიდა? არა, უნდა გითხრა ძალიან აუ მე მინდოდა ეს ფრაზა გამეჟღერებინა გონებრივ შესაძლებლობებს ეხან თუმცა არ მაცადე ჩამეკითხე ძალიან ეხა მე უნდა გითხრა არც ერთ მამაკაცს შეუძლია ქალის გონებას და აზროვნებას ჩასწვდეს სწორედ ამიტომ მიაჩნიეთ რომ ქალი სულელია თუმცა აი იგივე მეიუესს ეკუთვნის ეს გამონათქვამი რომელიც ამბობდა რომ ესე იგი რას ამბობდა მეიუესტი შემახსენი ძალიან რომ მომეწონა მეიუესტი ამბობდა იმას რომ მამაკაცისთვის ყველა ქალი გამოცანა რომ არის და ყოველი შემდეგით რომ ცდილობს მის ამოხსნას ხო ეს ადამიანი ძალიან მომწონს ამერიკელი მსახიობი ეს შეიძლება გვაქვს გავაბრაზოთ კიდევაც მამაკაცები ისეთ რაღაცებს ვისვრით ისეთ სლოგანებს და ისეთ ჩვენი დღეა და ვაკეთებთ რაც გვინდა და როგორც გვინდა გითხრეს ახალის ამბავი დღეს ტაქსითი რომ მოვდიოდი რომ გავაჩერე ძღოლმა მაშინ პირველ რიგში მომილოცა არ მაცადა სიტყვის თქმა შემდეგ მითხრა რომ დღეს თქვენი დღეა და არც ვიდაოთო როგორ წავალთო და როგორ ვიმგზავრებთო ხო და აი ასე უპირობოდ ყველაფერში ესე ლიდერობა დამითმო რა და ესე ფული გამოკართვა გამომართვა, მაგრამ რამდენიც ჩემიდებით გაიმეტებო რამდენსაც ხო რა. არ დავჩაგრე რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მან არ დამაწავალ. დარწმუნებული ვარ ჯიბეზე ხელი მაინც გაიკარი. ხო და გუსმეს ეს ადამიანი მოკლედ და ესე ძალიან კარგად მომილოცა და ესე გულით და სულით და აფასებდა ქალბატონებს ეს ძალიან მომეწონა. სად გადავედი? რა ხნის მამაკაცი? საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცი იყო და მისი მხრიდან ძალიან სასიამოვნო. ასაკოვან მამაკაცებს უფრო ახსოვთ ეს ასე თქვათ ეს დღესასწაული და უფრო მოსწონდა, უფრო უყვართ ეს დღესასწაული და რაღაცა შეჩვეულები არიან რა მართ აუცილებლად უნდა მიულოცონ მეუღლეს და არა მხოლოდ მეუღლეს მეც მომილოცეს დღეს სამ მამაკაცმა მომილოცა უკვე დღეს ასე ვთქვათ. თუმცა ეს ფრაზები ჩვენ კიდევ უნდა გავაჟღეროთ და ჩვენ სტუმრებთან ერთად უნდა დავბრუნდეთ აი ამ საინტერესოს გავაჟღერებ რა ეკატერინა თუ შეიძლება ბოლო ფრაზა უნდა გავაჟღერო. ბოლო რატო? ენის გასატეხივით, იმიტომ რომ სტუმრები უნდა შემოიყვანოთ. ამის შემდეგ მეორე ბლოკი. შეგვიძლია სტუმრებთან ერთადაც გავაჟღეროთ კიდევ რამოდენიმე ფრაზა. რატომაც არის, თუმცა ხომ მინდა ეს გავაჟღერო, რომ სუსტის სქესი ძლიერია, ძლიერის სქესის მხრიდან სუსტის მიმართ სისუსტის გამოვოკრეთ და გაიმეორებთ ამას. აბა თუ გაიმეორებთ და იმედია გაიგეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მოდი გავიმეორეთ. სუსტის სქესი ძლიერია, სუსტის სქესის მიმართ ძლიერის სისუსტის გამო. აი ძალიან საინტერესო ფრაზაა. ენის გასატეხად გამოგვადგებოდა ჟურნალისტებს ეს ყველაფერი. მოდი გავქრეთ ცოტა ხანს ეთერიდან და გიბრუნდებით ძალიან მაგარ სტუმრებთან ერთად, რომელსაც სტუდიაში შემოყვანამდე დავტოვებთ ასე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი სტუმრებიც განსაკუთრებულად მოგილოცავენ ქალბატონებო. საოცრად მოგილოცავენ. დღეს ასე რომ დარჩით FM-ზე დროებით. დღემშვიდობის დაგიბრუნდით კვლავ ეთერში, გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად დაპირებული სტუმრები შემოვიდნენ ჩვენთან ეთერში და სოფია გამარჯობა. დღემშვიდობის მიესალმები რადიო მსმენელს, რომელსაც 103-ზე აქვს მომართული რადიო მიმღები და რა თქმა უნდა დაპირებას ავასრულებთ, მანამდე მივულოცავ ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღეს. იყავით ბედნიერები და იგრძენით თქვენი ქალურობა და სტუმრებზეც უნდა გადავიდე. და ჯგუფის შელბი გახლავთ ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბიჭებო და პირველ რიგში მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილამშვიდობის. გამარჯობა. ესე იგი ცოტა შესეკვესტრებული რაოდენობით არიან წარმოდგენილი, მაგრამ მიხარია რომ აქ ხართ. უნდა წარმოვადგინო მათი წევრები: ივანე არაბული, ვოკალისტი, თორნიკე ოდიშელიძე, სოლო გიტარა და მათი პროდიუსერი დიტო კურტანიძე. მოგესალმებით ბიჭებო თქვენს. გამარჯობა. ივანე მოგესალმა, რატომღაც გამარჯობა, გილოცავთ მომართ. ძალიან დიდი მადლობა. ასევე და ეს არის მრავალს. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხართ?
კარგად ძალიან. უბრალოდ ამინდი არ გვიწყობს ხელს ბოლომდე რომ თუმცა განწყობა ჩვენ შევქმნით რაღაც მომენტში და თქვენც ახლა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ განწყობას შევქმნით სმენელ ქალბატონებს და დღევანდელი დღე ისე გვაქვს დასაკუთრებული რომ ამინდი როგორ შეგვიშლის. ესე იგი ცოტა სანამ თემამდე მივიდოდეთ ცოტა შორიდან დავიწყოთ და ბიჭების ისტორია მოვისმინოთ. მოდით მოგვიყევით ორი სიტყვით. რატომ შელბი, საიდან წამოხვედით, რა ხდება თქვენს თავს? ჩვენ თავს რა ხდება? ანუ რამოდენიმე კითხვა იყო ერთად რომელზეც ხო, ესე იგი, კაი, როდის დაარსდით? როდის დავარსდით? ესე იგი, ჩვენ დავარსდით მიწისქვეშა გადასასვლელში დაახლოებით 3-4 წლის წინ უკრავდით, მაშინ ბავშვი პატარები ვიყავით. და მაქედან წამოვიდა ჯგუფის შექმნის იდეა. ხშირად მსმენია რომ მიწისქვეშა გადასასვლელი საკმაოდ დიდი პრაქტიკაა ხოლმე ადამიანებს რაღაც გამოცდილებას ძენს, რომელიც რაღაცა ფასეულია ხოლმე შემდეგ ხო რა წარმატება რაღაცა გარანტირებულია ხოლმე, მაგრამ ხშირად მუსიკოსის ანუ ამპულაში ყველაზე კარგი არის ან ქუჩაში დაკვრა, იმიტომ რომ ჩვევი მსმენელს მაყურებელს უშუალო კონტაქტს უშუალო კონტაქტს რა თქმა უნდა. პლუს არის დიდი პრაქტიკა და ნუ არ ვიცი ასწავლებს რა ერთად. შელბი რატომ? შელბი რატო? ესე იგი თავიდან გვერქვა ესეთი პროვოკაციული სახელი LSD. ესე იშფრებოდა ლოქ შელბი დრაივერს დაკიდილი შელბის ცხოვრება, თავის ისტორია ჰქონდა მაგასაც. მე ეს LSD რაღაცნაირი სახელი იყო, რაღაც აჯდებოდა. და ლოქ შელბი დრაივერს ძალიან დიდი რა. და ბოლოს გადავწყვეტ უბრალოდ შელბი, რომელიც ასოცირდება ჩვენთვის ამერიკასთან და შესაბამისად ამერიკა ძლიერთან და ძლიერ ბძლავთან რაღაცას ხარისხიანთან. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ჩვენ სმენელს უთხარით რა მუსიკას უკრავთ? ჩვენ ესე იგი რა მუსიკას უკრავთ? თავიდან დავიწყეთ, ანუ პაზემკაში დაკვრა უფრო ბლუზთან, ბლუზი უფრო ახლოს არის. მიწისქვეშას უხდება ბლუზი, ანუ კი უხდება, მაგრამ მე რომ ამოვედით უკვე ზევით და ცოტა ზევითაც წავედით. უკვე ახლა ვართ ალტერნატიული როკი, ინდი როკის, აი სადღაც შუაში ვართ. თქო, ვცდილობთ რომ ცოტა არ იყოს და ექსპერიმენტობთ, ხო? კი. წეგან აღნიშნე ამერიკაო რაღაცაო და თქვენი შემოქმედება არის ინგლისურენოვანი. დიახ. აჰა, რატო გადაწყვეტეთ ესე? ქართული არ იქნება საერთოდ თუ იქნება თუ როგორ იქნება? არა, რაღაცა აუცილებლად იქნება ქართულ ენაზე სიმღერები, უბრალოდ ჯერჯერობით რაღაცა ესეთ იმაზე ვართ რა. ანუ თქვენს ჟანრს უხდება ინგლისურენოვანი, რასაც ახლა მღერით თუ უბრალოდ რაღაცნაირად არ მოგწონთ ეს ქართულად რაღაც არ გამოდის? არა, ეგეთი ისინი არ გვაქვს რაღაც სტერეოტიპებით არ ვაზრუნოთ, ანუ ჩვენც გვინდა რომ გავაკეთოთ ქართულ, უბრალოდ ამ ეტაპზე ვართ რაღაც სხვა კონდიციაში და გვინდა რომ ну იქიდან გამომდინარე რომ გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა და რამდენიმეჯერ ვიყავით უკვე ჯგუფი წასული. შესაბამისად ინგლისურენოვანი სიმღერები უფრო მოთხოვნადი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მაინც ქართული ჯგუფია, ითხოვენ ქართულ სიმღერებსაც და აუცილებლად მალე დავიწყებთ და ქართულ სიმღერების ავტორი ვინ არის? სიმღერების ავტორი, ანუ ესე ერთპიროვნად, ანუ მე ყველანი ვაკეთებ, საერთოდ შეიძლება იმოვიდა. ინფორმაცია რომ მოვიძიეთ, იოანე არაბულია სიმღერების ავტორი უმრავლეს შემთხვევაში. ეგრეთ წერია იდეაში, მაგრამ ანუ თვითონ სიმღერას ვაკეთებ თლიანი ბენდი. ან თავის მისამღერა შეიძლება მე მოვიტანო რაღაც იდეა სახში დაწერილი აკუსტიკური გიტარაზე და ის სიმღერა არ არის უფრო ის რაღაც ჩონჩხია. ანუ ერთობლივად ასხამთ ხორცს. ეგრე უფრო საინტერესო მუსიკის გაკეთება, ვიდრე მარტო ზიხარ და რაღაც. შემოქმედება ძალიან რამოდენიმე თავი რომ ერთს ჯობს ეს სისტემაა თორნიკე რაღაც ჩუმაძი ხარ და სოლო გიტარა ჯგუფში გითხარი საიდან მოდიხარ დაკვრა სად დაიწყე როგორია შენი ისტორია ორი სიტყვით ესე იგი დაკვრა დავიწყე მიწისქვეშა გადასასვლელში სად ისწავლე ჩემი თუ ისწავლე თვითონ გიტარისტი ხარ და იქ მიწისქვეშა გადასასვლელში კარგი მუსიკოსები უკრავდნენ ყოველთვის. უფროს თაობა, სერიოზული მუსიკოსები. აი მაშინ იმ მიწისქვეშა გადასასვლელში თუ ყავდათ მუდმივი მსმენელი. კი. შეიძლება მოდადიოდნენ. ზირთადად გოგონები ალბათ. იმიტომ რომ სიმპათიური ბიჭები როცა უკრავენ სასიამოვნოა. წეგან ჩვენ ვაჟღერებდით ქალურ ლოზუნგებს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და წარმოიდგინე ადამიანმა მოინდომა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა.
იმ დონეზე რომ ახლა ჯგუფშია და საზღვარგარეთ მიემგზავრება შელბი ესეც გითხარით აბა საით გაგიწევია პროდიუსერი გვეტყვის ალბათ დიტო გითხარი აბა ესე იგი გასულ წელს ვიყავით ლატვიაში ევროკავშირის პროექტზე და გამოდით იქ ორ ფესტივალზე შესაბამისად ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით კიდევ წვეულობით ამ ქვეყანას დაინტერესება რადგან პოვა უკვე რიგაში რამოდენიმე ბარშის დაუკარით პლუს და დირექტორები თანამბარების აღთვალებულები დარჩნენ გთხოვეს რომ აუცილებლად როგორც კი ჩავიდოდით დაუკავშირებოდით და ყოველთვის პრობლემა არ იქნებოდა კონცერტები გექნებოდა მათ ბარებში მაგრამ ამ ბარების გარდა იქნება გამომდინარე რომ ბევრმა მოისმინა ჩვენი მუსიკა ლატვიაში მიწვეულები ვართ სამ სერიოზულ ფესტივალზე, ისეთ ფესტივალებზე, როგორიც არის თქვათ, აი, მიგახვედრებთ და წინა წელს გამოდიოდა ჯგუფი Muse, წელს გამოდის იგივე Depeche Mode და ძალიან გვიხარია, როდესაც ჩვენი ჯგუფი შელბიც დაუკრავს ასეთი სერიოზული ჯგუფების გვერდით. საკმაოდ თამამი განაცხადია. საკმაოდ თამამი განაცხადია დიახ და პლუს ანუ არ იქნება მხოლოდ ლატვია, იქნება ეს ბალტიის პირეთის ტურნე. ვიტყოდი, იმიტომ რომ ესტონეთში და ლიტვაშიც გვექნება გასვლები და იქაც უკვე დაგეგმილია კონცერტები, მიწვევები არის. ძალიან მომწონს ამბავი, ძალიან მოსურვით წარმატებები ამ საქმეში. ესე იგი, შოუ ბიზნესიო ჩავარდაო, გადაგვარდაო, რაღაცაო, ბიჭებო, ძალიან მიხარია, რომ თქვენს თავს ასეთი კარგი ამბები ხდება. შოუ ბიზნესი ჩვენთან გულშემატკივარი ვართ. საფეა, თორემ ხო, ჩვენზე საუბრობ, მაგრამ ყველა იქით მიიწევს და ყველა იქით მირბის. ხო, მაგრამ ეს ბიჭები ხომ აქ დაფუძნდნენ, ეხლაც აქ შრომობენ და გააქვთ საზღვარგარეთ ეს ყველაფერი, ასე რომ ესე იგი რაღაცები ხდება. ისიც ამოვიკითხე, რომ სოციალურ ქსელში 4 თვის განმავლობაში თქვენი ვიდეო 13,000-მა ნახა, ხო? არა, იმის მერე დიდი დრო გავიდა, რაც ეგ დავწერეთ, ანუ პირველი ინფორმაცია რაც მოვიპოვეთ იმას ვაჟღერებ. პირველი, ანუ სიმღერა ჩავწერეთ Woman on My Mind, რომელსაც შეგისრულებს დღეს. თემატურად. დიახ, რა თქმა უნდა. ანუ ეგ პოპულარული გახდა Facebook-ზე. ჯერ რაღაც ჩვენ მეგობრებში. ანუ სოციალური ქსელის დაგეხმარათ პოპულარიზაციაში. თითქოს ხო, იმიტომ რომ Facebook-ი ზოგადად იცით რომ აი ბევრ ამას ასახავს და ძალიან დიდი რეკლამაა და თვითონ მოკლედ იქიდან დაიწყო ყველაფერი Facebook-იდან და YouTube-იდან. და მაგის მერე რაღაც ჩვენს мотивация უფრო გაგვიზარდა ერთიორად. თორნიკე რა მითხარი, უკაცრავად იოანე. ერთ-ერთ კონკურსში იღებდი მონაწილეობას. ეს ყველაფერი რამდენად დაეხმარა ჯგუფს, ვინმე მხელი ხო არ წაგიკრათ, რომ წინ წასულიყავით, სპონსორის მაგვარი ხომ არ გამოჩნდა, ვინმე იყო ასეთი პოზიტიური ფაქტორი? აი, ჩემ პროექტში მონაწილეობამ უბრალოდ ის მომცა, რომ უფრო მეტი პოპულარობა შემძინა მეც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემ ჯგუფსაც. თორე, ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ თავიდან, დაწყების დღიდან და დღემდე სულ ყველაფერს ჩვენით არ ჯერჯერობით არავინ არ გამოჩენილა, მაგრამ აი გამოჩნდა ადამიანი დიტო, რომელმაც მოკიდა ხელი, მოკიდა ამ კარგ საქმეს, კეთილ საქმეს ხელი და ვაკეთებს და რავი იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მივაღწევთ. და რაც შეეხება შოუ ბიზნესს ქართულ მსმენელს, პირველ რიგში ქართველები, ანუ ჩვენი მსმენელის ვაკეთებთ. იქ უბრალოდ ჩვენი თავს ანუ უკეთ ვავლენთ და ვიხვეწებებით მუსიკალურადაც და ზოგადად. თავარია რა თქმა უნდა შენ ქვეყანაში იცნობდნენ და იცოდნენ შენი მუსიკა და ესე იგი პროდიუსერს მინდა ვკითხო, ნუ ქვეყანაშიც გიცნობენ დარწმუნებული ვარ და უკვე გიცნობენ თქვენს რეპერტუარს კარგად თუ არ იცნობენ, თქვენს შესახებ ინფორმაცია მაინც ყველას აქვს, ეს აღმოვაჩინე და სანამ თქვენ აქ მოხვიდოდით ეს ამბავიც გავარკვიეთ და დიტოს მინდა ვკითხო, როგორც პროდიუსერს როგორ ფიქრობ დიტო იმ ფონზე რაც საქართველოში არის და რა კატეგორიაზეც არის გათვლილი შელბის სიმღერები, რამდენად არის შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი გახდეს ისეთი როგორიც არის ხოლმე ძალიან წარმატებული რომ გქონდეთ კონცერტები რომ ეს ყველაფერი იყოს მასშტაბური და მივიდეთ დისკების გაყიდვამდე ხო რაც ყველა შემოქმედისთვის არის ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ხო? ხებთ, ანუ ივანემაც აღნიშნა, ახალ ხმაში მისმა გამოსვლამ მეტი პოპულარობა შეძინა იგივე ჯგუფს. მსგავსი პროექტები ეხმარება როგორც ინდივიდუალურად შემსრულებლებს, ასევე ჯგუფებს გახდნენ პოპულარულები და ხალხში მოიპოვონ ის აღიარება. პირველ რიგში საჭირო ალბათ მუსიკალური ტელეარხების მომრავლება, სადაც შესაძლებელი იქნება ჯგუფმა დაატრიალოს თავისი სიმღერა, კლიპი
და ხალხი გაიცნობს აქედან. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა და თუ მსგავსი სიტუაცია და ბაზისი იქნება საქართველოში, დარწმუნებული ვარ ჯგუფი შელბი თავისი მუსიკით ადვილად მოიპოვებს იმ მსმენელს და იმ დიდ რაოდენობას, რასაც რისკენაც ვისწრაფით. ძალიან კარგი, ძალიან მინდა რომ ეს ფონი შეგექმნათ და რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებთ. ახლა მითხარით ქალბატონებთან დაკავშირებით უნდა ბოდიში, მოდი ქალბატონებზე გადავიდეთ სარეკლამო შემდეგ. იმიტომ რომ ფინანსური კომერციული ჭრა შემიძლია. დიდი ბოდიში, მაგრამ ორ წუთში დაგიბრუნდებით. დროებით. აი კლავ დაგიბრუნდით ჩვენ სტუმრებთან ერთად ერთ-ერთშია გადაცემა ცოლქრული ფილოსოფია ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად ჩვენი სტუმრები არიან სოფია გვეტყვის ჯგუფი შელბი გახლავთ ჩვენი სტუმარი მისი ვოკალისტი იოანე არაბული სოლო გიტარა თორნიკე ოდიშელიძე და პროდიუსერი დიტო კურტანიძე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბიჭებო მადლობა რომ ჩვენთან ხართ და მოდით გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემაზე გითხარით რა ხდება თქვენთან ქალებთან მიმართებაში მიულოცეთ ჩვენს მსმენელს 8 მარტი იმიტომ რომ ქალთა საერთაშორისო დღეა და სწორედ ამიტომ ხართ რომ სიმღერით უფრო კარგად მიულოცავთ მაგრამ გვინდა რომ ისეც გააჟღეროთ გილოცავთ 8 მარტს ქალბატონებო არა სწორი გამოდია გილოცავთ მართლა 8 მარტს რა ვიყავით ბედნიერები იყავით ლამაზები იცოდეთ თქვენი თავის ფასი და რა უბრალოდ გიყვარდეთ და იყავით უბრალოები. აი რა კაი ბიჭი ნახე. უბრალოები და ისეთები როგორც ხართ. თან სამივე მათგანი შეყვარებული ყოფილა როგორც გავიგე და ღია ეთერიდან მიულოცოთ თქვენს ქალბატონებს არ გინდათ? რა მორიდებული სტუმრები. ნუ რატო აძალებ არ უნდათ ალბათ მიულოცეს დღეს ვინმეს მიართვით თაიგულები სანამ გავიგზეთ თუ რა წამოვედი და აქტერა წავალ ალბათ. ისე მე შეყვარებულისგან წამოვედი და გავათენე სმაში და სიყვარულიდან მიზღუნის ადგილზეებში ასე რომ და საჩუქარი თუ წინასწარ აღნიშნეს ესე იგი განთიაძე შეხვდით 8 მარტს როგორც კი გადაცდა არ დავაყო შეიძლება კითხო რა იყო ეს საჩუქარი? ხო სტანდარტული თუ რამე კრეატიული თუ საიდუმლო კრეატიული იყო კი ერთ ადამიანს გავაკეთებინე ხელოვან ადამიანს ძალიან ლამაზი ნაძერწი ფიგურებით რაღაცა შეა ნატურთან ქონდა ჩვენ ურთიერთობასთან და შენ რჩეულს თუ მოეწონა ეს საჩუქარი რა თქმა უნდა გადაიღე ესე ძალიან მიყვარს კრეატიული საჩუქრები თორნიკე მე ჯერჯერობით არაფერი მიჩგებია ნუ დიდი დრო გაქვს საღამომდე არა აქედან რომ გავა აქედან რომ გავა თვითონ 12-ის მერე გაკრას კარჩი მოუგე საჩუქრის გაკეთებას აპირებ ესე იგი ხო? გინდა თუ არ გინდა პრინციპში უკვე ისეა რომ წაგებული გაქვს და მოგიწევს. ზოგადად მოდი გვიმღერონ. ხო აი მოდი დრო არ გვიმღეროთ. სიტყვებს ძალით ესე ვცინცლავთ, ამიტომ მე მგონი რომ იმღერონ რომ მათი იქნება. ესე იგი ამ სიმღერას ქვია You Don't Care ესე იგი ნუ 8 მარტსთან დაკავშირებით რაღაც თემატურია ალბათ უფრო და ჩვენი ერთ-ერთი ახალი სიმღერა რომელსაც მალე ჩავწერთ I don't care my life and business cause I love I wanna see your nails nearby in your home my feelings true, my feelings so hard to say with words but you don't care beautiful your soul but no one knows just need experience no one special to be fierce you're really special to me but you don't care but you don't care but you don't care when I see your eyes
You can see the hearts in my eyes. You can feel it someone loves, but you don't care. You don't care, but you don't care. But don't close the doors, you must feel the same. Let me be yours and sailing. ძალიან დიდი მადლობა. მოკლე აკუსტიკური ვერსია. ბრავო. უღრმესი მადლობა. მინდა კითხოთ, რომ აი მამაკაცების დღე რო იყოს. მომხრა იქნებოდით? კი. აი ეს როგორც 8 მარტი. თორნიკე როგორ გააქტიურდა უცებ შეამჩნიე? თორნიკე ეს აზრი. პირველ და მომენტში რას იზავდით ამ დღეს? ესე იგი გული წყდება. საფრთხეს მივიღებთ. არა, მარტო მაგითო? პირველ რიგში რას ვიზამდით ალბათ ყველა კაცი. 12-ს გადასდებოდა თუ არა ეგრევე გავხეთქავდით. ხო. ანუ ეგრევე შეყვარებულებს მიწერდით რომ მადლობა რომ მომილოცე, იმიტომ რომ დაავიწყდება. იქნებ რატო? იქნებ გილოცავს და გასწრებს. აი მე ისეთი როგორი ვარიანტი ხა ამას წინათ ერთ-ერთ სუფრაზე მოხდი და იქ მამაკაცების სადღერძელო დიდი მადლობა რომ შესვით ქალბატონებო არ და არავის არ შეუსავს. მადლობა გადაიხადა. მართლა ანუ გაიქნება რატომაც არა. გუშინაც მითხრა ერთმა ბიჭმა რომ ძალიან გული მწყდება მომილოცე ესე გულით და მე გულითვე დამატარო გული მწყდებაო რომ მამაკაცების დღე არ გვაქვსო. ხო ის რაღაცა წითელ არმია. მაგრამ პრინციპში ყველა დღე იყო, აი ეს რაღაც კავშირი არ აქვს თქვენთან. სამხედრო იყო. გეტყვით ხა ის იყო. მოდი გავაწესოთ. ისიც ხალხთა დღე რო იყო, იცი? ანუ ძველი სტილით 8 მარტი იყო 23 თებერვალი და შემდეგ შეცვალეს და მიაკერეს წითელ არმიას და დაარქვეს მამაკაცების დღე. ისიც ჩვენი იყო, სამწუხაროდ არ გაქვთ არანაირი დღე. მაგრამ ყველა დღე ჩვენი არ არის ეგაც. ყველა დღე ჩვენია რეალურად, მაგრამ ნუ მიზეზები რა არ არის მე მგონი საჭირო, ხო, ისედაც ზოგადად მთავარია ყურადღება, როგორც ვამბობთ ხოლმე, ესე სტანდარტულად და ბანალურად. ხო და შეყვარებული ხომ მყავს თორნიკე? ხო და ახლა მოვუწოდებ შენ შეყვარებულს, რომ გული არ დაგწყვიტოს და რადგან მამაკაცების დღე არ არის, რა ვიცი, ამორჩიოს ერთი დღე და რაღაცა გაგაოცოს. ბევრი ეგეთი გადაეცა. შეიძლება ხდება გუშინ კიდე. მოვითხოვე მე სხვათა შორის ბიჭებისთვის რაღაც დღის დაწესება და 29 მაისს მაქვს დაბადების და 28 მაისს იყოს მეთქი აი ეს ორი დღე რომ საჩუქრებით ავივს. ესე იგი მაინც საჩუქრები გიხარიათ მამაკაცებს. თქმა უნდა, ანუ საჩუქრები რა საყვარელი ადამიანის გასაჩუქრება. ზოგადად საჩუქრებს ისე მიიღებ ნებისმიერ. მომავალ გეგმებზე გვესაუბრეთ, როგორც მოვისმინეთ, ანუ გეგმა გაქვთ რომ ლიტვაში მიდიხართ, ხო? ლატვიაში. ლატვიაში მიდიხართ და აი აქ არა გაქვთ კონცერტი თბილისში დაგეგმილი. ქუჩის მუსიკის დღეზე. ხო, გაზაფხული მოდის ცოტა ახლა დეტალურად რაღაცა გითხარით ამბავი? ფესტივალები იწყება. ანუ აღნიშნავდი რომ თვითონ ჯგუფი შელბი და ივანე არაბული გავიცანი მე თვითონ ჩემსავე ფესტივალზე ორგანიზატორი ვარ ქუჩის მუსიკის დღის. ბიჭები დარეგისტრირდნენ სხვათა შორის ერთ-ერთი პირველები ამ ფესტივალზე და როგორც კი გვირჩია ისევ ახლობელმა რომ აი ეს ბიჭები ძალიან კარგად მღერიანო და წავიყვანეთ რუსთავი 2-ის გადაცემაში შუადღის შოუში. იქ მოვუსმინე პირველად ამ ბიჭებს და ამის შემდგომ გადავწყვიტე რომ რაღაცა კავშირი მქონოდა. შემდგომ გადაწყდა რომ ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი უნდა ყოფილიყო ლატვიაში და რაცა ეს ავირჩიე ეს ჯგუფი დავახლოვდით ძალიან ამ პროექტზე და ჩამოვედით დავიწყეთ მუშაობა ერთად ისევ რაღაც ადგილობრივ დონეზე თუ საერთაშორისო დონეზე კონცერტებს. მაისში იქნება 31 მაისს ეს ფესტივალი და ბიჭებიც გამოვლენ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ვიტყოდი, იმიტომ რომ მესამე ტარდება ეს ფესტივალი და რამდენ დღიანია? ერთ დღიანი არის დაიწყება. რა ცოტა გაგრძელდება 10 საათამდე, მაგრამ მთლიანად რუსთაველის გამზირი უნდა მოიცოთ და გადაკეტონ ალბათ, ხო? საინტერესო. სულ მუსიკოსები გამაგდებიან 11 წერტილზე. რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული, ესე იგი პუშკინის სკვერამდე და ავაშქერებთ მუსიკალურად რუსთაველის გამზირს. ძალიან კარგი. და რაც შეეხება კონცერტებს კიდე ანუ ადრე უკრავთ ბარებში ისე ინტენსიურად, მაგრამ მე შევეშვით, იმიტომ რომ მაინც ანუ ბარსო ეჩვევი მუსიკოს, ნუ თბილისში ნუ თითქმის ყველა ეგრეა.
მე რაღაცა უკვე გავიწყდება უკვე ფინანსურზე გადადიხარ და უკვე მატერიალური წინ მოდის ვიდრე მუსიკა და ან მაგიტომაც შევეშვით ან რაღაც სიახლეები გვაქვს ბენდში კერძოდ კლავიშნიკი შევცვალეთ იმიტომ რომ ფიზიკურად ძველი კლავიშნიკი ან ორი სამსახური ვერ მოდის ჩვენთან ერთად ლატვიაში და სხვა შორის ძალიან ან ეხლა ვინც გვისმენს რა მუსიკოსი ბენდი ვისაც ყავს ყველა მიცის რომ ყველაზე ძნელი საერთოდ საქართველოში არის კარგი კლავიშნიკის ძებნა და მოძიება და ბენდში და ეს აუცილებლად მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ანუ გიტარა უფრო ესეთია, ხო? გიტარა უფრო პოპულარული ინსტრუმენტია საქართველოში, ვიდრე ფორტეპიანო და კეიბორდი. იქ ლატვიაში ხო, სწორად ვამბობ. ფესტივალია, ანუ კონკურსია და გვაქვს პერსპექტივა რომ პირველი ადგილის დავიკავოთ ალბათ. პროდიუსერი რას გვეტყვის? კონკურსი არ არის, ეს არის წელს ვინ გამოდის, რა გითხარი? მობი? ერთადერთი არის შაშანიყო. არა, შაშანიყო მიუზი სხვა. მიუზი. კი. მე და შენ დღეს რაღაცებს. სამდღიანი ფესტივალი იქნება და ესე იგი ევროპაში ხშირად ეწყობა ხოლმე მსგავსი ფესტივალები, ჩვენთანაც იყო იდეა მახსოვს დედეტე ჩამოიყვანეს ქალაქგარეთ, სადღაც მდელოზე გაგვიყვანეს ხალხი, ასე ვთქვათ. მსგავსი კი, აღნიშნავდი რომ კარგი იყო, უბრალოდ იქ ტარდება ძალიან ხშირად და ეს სამდღიანი ფესტივალი იქნება, სადაც ხალხი კარვებით მიდის, ძალიან დიდი მდელოა და იქ ცხოვრობს ეს სამი. ნუ როგორც ხდება? აი ხარჯებს ვინ ანაზღაურებს თქვენი წასვლა ჩამოსვლის დაბინავების? ჩვენ თვითონ ვიხდით ამ მგზავრობის ხარჯებს და იქ უკვე ადგილზე კონცერტების შედეგად დაგეგმილია აბსოლუტურად სად დაუკრავთ, ძალიან კარგ ადგილებში უკრავთ, იქიდან გამომდინარე რომ გადავდივართ მარტო ლატვიაში არ იქნება ეს კონცერტები, იქნება ესტონეთშიც და ლიტვაშიც, შესაბამისად ამ ყველაფერს ამოვიღებთ უკან და პლუს მოგებითაც ალბათ. ალბომის შეწერას თუ გეგმავთ, სპონსორები გამოჩენ, მოდი მოვუწოდოთ, შეეხება? სანამ ალბომზე გადახვალთ, მოდი მოვუწოდოთ. რა იცი ვინ გვისმენს? პოტენციური სპონსორი. ამ ბიჭებს სჭირდებათ სპონსორი, არიან ძალიან ნიჭიერები. ასე რომ თუ კი ვინმე ხართ ისეთი პოტენციური და გვისმენთ, გამოგვეხმაურეთ, გადავედით ალბომზე. ალბომს რაც შეეხება ანუ ძველი ხუთი სიმღერა რომელიც ადრე ჩავწერეთ ის სიმღერები არ შევა ეხლა ჩაწერილ ალბომში მაგრამ მაინც ანუ ჯერ ფიქრობთ აქ ჩავწეროთ ალბომი თუ ლატვიაში იმიტომ რომ მაინც ანუ ის ხარისხი და ის რაც ჩვენ გვინდა ანუ ის ხარისხი რაც გვინდა რომ ჩვენ მუსიკაში მივიღოთ ჩაწერის მხრივ საქართველოში ცოტა ძნელია ან ძალიან ძვირია და ესე იგი ამასაც საკუთარი ფინანსები დააპირებთ? აი დიახ. აი ნახეთ რაღაც ფიქრობთ, ახლა შეიძლება ლატვიაში ყველა მუსიკოსი იმაზე საუბრობს, რომ აქ რაღაცა გაყიდვების თვალსაზრისით ძალიან სუდად დგას ეს საკითხი, ფაქტიურად შეიძლება მსმენელი გყავდეს და ძალიან ბევრიც, მაგრამ ჩვენ მაინც ისეთი ქვეყანა ვართ, რომ მილიონიანი ტირაჟით ვერ გაიყიდება დისკი, რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს. შეიძლება ფიქრობთ. ალბათ შეიძლება რამდენიმე სიმღერა აქ ჩავწეროთ და ისიც წავიდეთ და შეიძლება კლიპიც გადავიღოთ, თქო ზუსტად არ ვიცით ეს ყველაფერი. რამდენი სიმღერა რომელიმე ჩამწერ სტუდიასთან არ თანამშრომლობთ? არა. არავის არ გამოუთხო მსურველი. ჯერჯერობით ან როგორც გითხარით, სრულიად გვაქვს ანუ კლავიშნიკის არა და დრამერიც ახალი ყავს და ან მუშაობთ უკვე სრულიად ახალ პროგრამაზე და ახლა ვიწყებთ უკვე ლატვიისთვის მზადებას ახალი რეპერტუარით და ახალი სტილით და ფიქრობთ რომ რაღაც საინტერესო იყოს ჩვენი მუსიკა, ანუ არა ბლუზი, არა როკი, რაღაც ჩვენი ვინე გავაკეთოთ და მე მგონი მეტნაკლებად გამოგდის და ეს ჩვენ ანუ უფრო მსმენელი შეაფასებს უკეთესად ვიდრე ჩვენ. რაღაცა ვილაპარაკეთ. ანუ აღნიშნავდი იმას, რომ ჯგუფი რაც დაფუძნდა და იქ თავიდან რა სიმღერებიც ქონდა, რადიკალურად შეცვლილია, ახალი სიმღერები რადიკალურად განსხვავებულია და სულ ახლა დაიწყეს ყოველდღიური რეპეტიცია უკვე ლატვიის პროექტისთვის. და მალე ალბათ ჩავწერთ კიდევაც სიმღერებს შესაბამისად, როდესაც დაიხვეწება და მივხვდებით რომ ეს ხარისხია, რაც ჩვენ გვინდა რომ ავაჟღეროთ იგივე კლიპებში ან სიმღერების რაოდენობაზე გეკითხებოდით? სიმღერების რაოდენობა ეხლა ჩვენი საკუთარი სიმღერები გვაქვს 9 ანუ ძველი სიმღერების გარდა რომელსაც უკვე აი მალე გვეცოდინება და ჩავწერთ და მოკლედ ცოტა ხანში იხილავს 9-ს კი არა და 20-ს და 100-ს და 1000-ს. ძალიან კარგი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისე მუსიკალური ჭრისდროა ჩვენს ეთერში, რომელსაც ესე ვერ გადავახტები, ასე რომ სულ 2 წუთით დაგემშვიდობებით.
მაშასე დაგიბრუნდით კიდევ ერთხელ დღემშვიდობის მოგესალმებით ყველას, ვისაც მომართული აქვს რადიო მიმღები, რა თქმა უნდა, 103-ზე მედეფემ სუსმეთ, ძალგმრული ფილოსოფია ეკატერინასთან და სოფიასთან ერთად და შელბია ჩვენი სტუმარი ჯგუფი შელბი, რომელიც ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ორიგინალურად ძალიან ლამაზი სიმღერებით ულოცავს. ამ შემთხვევაში მისი ვოკალისტი იოანე არაბული აკეთებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ცოტა შემცირებული რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ეკატერინა გამარჯობა. ნახვამდის. გასვლის რვა ეთერიდან. ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს სტუმრებს რომ მოვიდნენ ამისთან ამინში ჩვენთან ამდილა ადრიან და მინდა კიდევ ერთი სიმღერა შეგვისრულოს იოანე თუ შეიძლება ისიც ქალბატონებს მივუძღვნათ ამდილა ადრიან ეს სიმღერა შეიძლება შენ თქო თორნიკე 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 შენც რომ თქვა რამე სიმღერა დაიწერა ფაქტიურად ბაძემკაში მიწის ქვეშაში დიახ სადაც თქვენი ისტორია დაიწყო მე პირველი სიმღერა ეს სიმღერა ჩარტებში რომ მოხვდა და ძალიან დიდი აქტუალობით რომ და პოპულარობით რომ ისარგებლა და ასე შემდეგ ხო და გისმენთ ჩვენ სიმღერებს აკუსტიკურად ცოტა სხვა ის ან ძირითადად არ ვუკრავთ ხოლმე. არა, ხო რა, არ არის გათვლილი. სხვანაირად ჭირს, მაგრამ ნუ ჩვენთვის გამონაკლისი. ეს ჩვენთვის და ქალბატონებისთვის რა თქმა უნდა, ეძღვნებათ, გეძღვნებათ თქვენ პირველ რიგში და მე მსმენელს ვიც გვისმენს. ძალიან დიდი მადლობა. გისმენთ. I'm each woman in the town, a woman in the town. I'm lost in her crescent gown. I lost my silver crown, and she is from Alice. Alice dark and white, and she is from Alice. I struck for the wild, and she is the woman on my mind, on my mind. She is the woman, and she is the woman, and she is the woman on my mind. In the morning when I wake, and sun was there. In the dark when I'm lost, in her cool hand, her star sets me fire. It's in a prison, and her love blow my windows so like a cannon. And she is the woman, and she is the woman on my mind, and she is the woman, and she is the woman, and she is the woman on my mind, and she is the woman, and woman on my mind, she is the woman. ძალიან დიდი მადლობა, ბრავო. იოანე, უნდა გადაწყდა რომ ქალებისთვის. აი ესე იგი ეკატერინა, მე და შენ სიმღერების აკუსტიკური ვარიანტი უფრო მოგწონს ხოლმე და გვიყვარს ეს ყველაფერი და მინდა გითხრა რომ სუპერ. რა მინდა გითხო, ახლა ვფიქრობდი გისმენდი და ეს აზრიც გამიჩნდა. ვინ იყო შენი ფავორიტი მომღერალი? საიდან წამოვიდა? ალბათ ყველა მომღერალს ყავს ვიღაც, ვის სტილსაც თავის შემოქმედებაში გადმოიტანს რაღაცა პროცენტებით მაინც. ვისი გავლენა? მე ერთი შემსრულებელი დავიჭირე და ჯერ მითხარი და მე რეკეტყვი. ესე იგი, ან რამოდენიმე ადამიანს უკვე შევდება ჩემი ან როგორც მუსიკოსი ჩამოყალიბება და ნუ რა თქმა უნდა, ყველა ნებისმიერ მუსიკოსს აქვს ვიღაც გავლენა.
ჩემ შემთხვევაში ალბათ ანუ პირველი ვისაც აი რატომაც მომინდა დაკვრა გიტარაზე იყო ანუ თავიდან ხალხურ ანსამბლში ვღეროდი და ის საერთოდ სხვა რაღაცა იყო და მე აი მაგის მე მოусმინე შემთხვევით ჯიმი ჰენდრიქსს რომ მაშინ ანუ არც გაგონილი კი მქონდა ეს ჯიმი ჰენდრიქსი პატარა იქნებოდი მაგრამ ის სიმღერები და ის გიტარაზე დაკვრის რაღაცა სტილი ცოტა ეხლაც არ არის პრინციპში პოპულარული არ როიძახიან რაღაც ჰენდრიქსი სხვა რაღაცა და აი მაგის მე მომინდა რომ აი რაღაცნაირად აი აუცილებლად ჰენდრიქსნაირად უნდა დაუკრა თქო და ტიპიც ნუ რაღაც მევასე იქნება არა მართლა და სხვა ვინმე დავიჭირე კიდე მითხარება კიდე ვინმე მე ჰენდრიქსს მოყვა მე ჯოპლინი ანუ უფრო რაღაც 60-70-იანებში ვიყავი და აი მე უკვე იყო დევიდ გილმორი და ნუ პრინციპი ბევრი იყო ერიკ კლაპტონიც იყო მაგრამ ანუ უფრო ეხლა უკვე მაინც ჩემი ანუ როგორც მუსიკოსი ჩემი სოფლიოში რომ მითხარო აი ვინ არის საუკეთესო მუსიკოსი გიტარისტი და საერთოდ ანუ მეგეთქვით რომ არის დევიდ გილმორი ჯონ ლი ჰუკერი ამ ყველაფერში არაფერშუაშია? ჯონ ლი ჰუკერი რა თქმა უნდა არაფერშუაშია არ გადამრიო ჯონ ლი ჰუკერი აქ იყო კი რატო გამოჩარცი სხვა ჯონ ლი ჰუკერს ანუ უკავშირდება ანუ ჰენდრიქსისგან შეიძლება ანუ დაკვრა გადმოვიღე მე კონკრეტულად ამ სიმღერას გულისხმობდი ამ შემთხვევაში რომ ვისი გავლენა იყო და მე მგონი სწორად მივაგენი ხო? ჯონ ლი ჰუკერი აი სხვა კონდიცია და სხვა რაღაცა მუსიკაში და საერთოდ ანუ არც ბლუზი არც როკი არც Talking blues ეგ სხვა რაღაცა ანუ ჯონ ლი ჰუკერის შემოქმედება და თვითონ როგორც პიროვნება ანუ სხვა დიდი პიროვნებაა ძალიან ჩემი აზრით და ისეთი სიმღერები აქვს რაღაცა ჩემთვის საოცარი ძალიან სულიერი მუსიკა აქვს აი მინდა გითხოთ ახლა მუზას საიდან უნდა გითხრას ჯერ თავისი ფავორიტი შემსრულებლები და შემდეგ მუზაზეც გადავიდეთ თავიდან ყველაზე მეტად მომწონდა ჯიმი პეიჯი და ყოველთვის მაგის ფრაზებს ვიღებდი როცა ვუკრავდი ლედ ზეპელინის გიტარისტი და შემდეგ სულ ვიყავი ჰარდ როკში ჰევი მეტალი ეს მიყვარდა ახლა უფრო ვარ ჯაზის მეტლებს უკრავდი ბიჭო მეტრები უკრავდი აუ ეს მაგარი ერთი წუთი ეს რო დავაკომე და ეს ჰაუსები და ტრანსების და მეტლები გაიჩნდა ახლა ძალიან მაგარი მიყვარდა და დღესაც მიყვარს რა თქმა უნდა მაგრამ დღეს ჩემი ფავორიტი გიტარისტი არის რომ ბევრმა არის ეხა ჯაზში მითხარი შენ ვის უსმენ კონცერტი ბოლო დროს რაც ასე ვთქვა დავამუყამე ყველაზე მაგრამ ჯაზ ფიუჟენს უკრავს არა საოცრებაა მართლა თან თვითონ სწავლი და ესე დონეს მიაღწიო რამდენი წლისები ხართ უცებ მითხარით მე ვარ 22-ის მე 22-ის აჰა 22 წლის პროდიუსერი 23-ის შესულები აგერ უკვე დრამერი თქვა რატომ არ თქვა თან პრინციპში ჩვენ ანუ ყავს საინტერესო ანუ უბრალოდ ფიზიკურად ვერ წამოვიდათ რომ გვინდოდა წამოყვანა მართლა საინტერესო ადამიანია ძალიან მინდოდა რომ სრულად ყოფილიყავით წარმოდგენილი მაგრამ აი ესე დიახ ჯგუფ რეგიონის და ამაკილას ყოფილი დრამერი რომელიც გადმოგვარდა ჩვენთან და ჩვენთან ერთად მოდის ლატვიაში ყავს 8 შვილი რამდენი? 8 შვილის მამა და ანუ რამდენი ადამიანი როგორ არ წამოიყვანეთ 44 ერთი წამით წარვა ხაიგანცდა ჩვენ რომ აი 44 ადამიანი აი ჩვენ ხელაა და ჩვენაერია და იმიტომ რომ მუსიკოსია და იმიტომ რომ სხვაგან არის დრამერია სხვათაშორის ღმერთმა გაუზარდა 8 შვილის მამა წარმოიდგინე პრინციპში გვაქვს დრამერებიც ჭირს საქართველოში და მე ყველაფერი ჭირს საქართველოში გვიშვენ ანუ აი მაგარი ჭირს აი ისეთი პროფესიონალი და კაი დრამერი გამოდგა ძალიან მაგარი არც ველოდ აჰა კარგ დროს აღმოჩნდით, კარგ ადგილას თუ ის აღმოჩნდა თუ რაღაც ერთმანეთს გადაეყარეთ, მაგარია. რომ მოინდომებ ყველაფერს პოულობ, ხო იცი? თავარია სურვილი გქონდეს. იონა სურვილი გქონდა, მუზაზე ერთი შეესრულებინა, მაგრამ მე მანამდე დავსვიკითხო, თუმცა არ მაცადე როგორც ყოველთვის. თორნიკეს რაღაცა მინდა და მეკითხა, მუზა ვინ არის? როცა მუსიკას ქმნით, ან რა ხდება, რა მოდის ხოლმე ეს რაღაცა გაურკვეველი მუზა რო ქვია. თორნიკემ თავი რატო გადააქნია ვერ მივხვდი შენთან მუზები არ მოდიან ხოლმე თუ რა მუზის ღმერთები ანუ ეს მუზა კლასიკური შეკითხვა ეგეც არის მუზა ბაზარი არ არის
შეიძლება სიძახი ანუ რაღაც იცის რაც ჩვენ არ ვიცით. ვერ გავაჟღერებთ სორნიკე? იცი რა არის? ანუ შეიძლება იყოს ქალი, ბუნება, ყველაფერი შეიძლება იყოს. შეიძლება ამინდი იყოს მუზა. ყველაფერი რასაც ანუ ერთი კონკრეტული არ გაქვს. არანაირი კონკრეტული. რასაც ემოცია მოაქვს იმ მომენტში, ის არის. ანუ არა მუზა, არამედ ემოცია. შეიძლება სიგარეტი. ემოცია მუზაც. მართლა. სიგარეტი თამბაქოზე ხო ღერიან ხო? არა, კი, აი მართლა რა ბევრს არ ვეწევი, ანუ წეველი ვარ, მაგრამ აი რაღაც მუსიკა. ხმარო გადიფუჭდეს არ აი მართლა გეშინია? ყველა რა, აი მუსიკა, აი გიტარაზე რო რაღაც წერე, აი არ შემიძლია რომ რაღაცა სიგარეტი ისეთი Let's play some blues, man. ესე იგი თამბაქო გეხმარება? არა, არა, პრინციპში არა თამბაქო არ. აბა არ შემიძლია. არა, ძალიან თუ თემას მაშვებით ვაგდებ თამბაქო, ძირს თამბაქო. თან ჩვენ ყველაზე ჯანსაღ რადიოში ვართ რადიო მედეფებში, ასე რომ ნუ და გავიწყდება. გვაბატიეთ. გისმენთ იოანე. იმღერო? სულ ქონდა და დაგაჩერეთ. თუ თამბაქო კარგ სიმღერებს აწერინებს ადამიანებს დაემოწიონ. არა. პროპაგანდას ნუ ეწევი, ეხლა თამბაქოსას რაღაც ჩვენს დანებებას არ შეიძლება. არა, მე ხარისხიანი მოდი ერთი სიმღერა და დავემშვიდობა ჩვენ სტუმრებს, თუმცა მანამდე რაღაც უნდა გვითხრან ერთად. ესე იგი, ან შეიძლება სანამ მაგას ვიტყოთ, რა ვთქვა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ. დიდი რამ მადლობა გვესტუმრეთ? მედეფემს და არ ვიცი. ჩვენ ვართ შელბი. ჩვენ ვუსმენთ მედეფემს. ერთს თავიდან ვთქვათ ეგ. თავიდან აუცილებლად. 1 2 3 ჩვენ ვართ ჯგუფი შელბი და უსმენთ მედეფემს. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო. წარმატებები თქვენ. Dance with me Susan. Nobody wants to talk about Susan. Nobody wants to dance with her. Head round, sheds with like a madman. Her fingers long as a hair town. It's now she's on a roof and I roof my windows. I'm listening to the melody I compose. Her eyes are wide, more a little wider. And I didn't know she was my song. Her fingers long as her teacher. Her eyes are wide and mortally wide. She talking to her goldfish and tinker bell. Sometimes just waiting for a real Peter Pan. It's now she's on a roof stand I rest my windows. I'm listening to the melody I compose. Her eyes are wide, more a little wider. And I didn't know she wasn't my song. ამერჩეულებრივი მუსიკის ფონზე გემშვიდობებით ძვირფასად რადიო მსმენელებო ერთი კვირით ისევ დაგიბრუნდებათ გადაცემა ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინესა და სოფიასთან ერთად საუკეთესო სურვილებით ნახვამდის. ქალბატონებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ მიყავით ძალიან ქალვრები, იგრძენით ქალვრი ბედნიერება და გაიღიმეთ ძალიან ხშირად. ეცებეთ ყველაფერში პოზიტივი და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. მომავალ შაბათამდე. ნახვამდის.